მოგესალმები საბა, მოგესალმები ჩემო მაყურებელო და დღეს ჩვენ ყავს ძალიან კარგი სტუმარი, ძალიან კარგი თემა უნდა გავშალოთ, განსაკუთრებით საინტერესო იქნება სპორტსმენებისთვის, მოზარდი სპორტსმენებისთვის, ათლეტებისთვის და გავშლით ისეთ თემას, როგორც არის სპორტული ფსიქოლოგია. ჩემი სტუმარი არის საბა ეფრემიძე, მენტალური მწვრთნელი სპორტსმენების მიმართულებით და გამარჯობა საბა, პირველი კითხვით გადმოვალ შენთან, რაც მე ყველაზე ძალიან მაინტერესებს, თუმცა რაც ჩვენ მანამდე განვიხილეთ, ის ძალიან საინტერესო იქნება და გავშლით ყველაფერს. როგორ შეიძლება გავუჩინოთ, ასე ვთქვათ, აი მოგების წყურვილი, შიმშილი, ჟილკაც გამოვიყენებ ამ სიტყვას რა. აი ჟილკა ეხლანდელ მოზარდ სპორტსმენს, იმიტომ რომ ამასაც ვიტყვი, შეიძლება ცოტა ისე ჟღერდეს, მაგრამ რეგიონიდან წამოსული ათლეტები რაღაცნაირად უფრო ჟილკიანი ტიპები არიან, უფრო რაღაცა აი მოგებაზე ორიენტირებული, ვიდრე რაღაცა ისე ჩვენი ბამბაში გაზრდილი ბავშვები. პირველ რიგში გამარჯობა კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, მიხარია აქ რო ვარ. ერთი სული მქონდა ეს გადაცემა, როდის დაიწყებოდა ეს ჩვენი პოდკასტი. რადგან მგონია სპორტსმენებს, არა მარტო სპორტსმენებს, მშობლებს, მწვრთნელებს და ნებისმიერ ადამიანს ეს პოდკასტი დაეხმარება, რომ უკეთესები გახდნენ. რაც ჩემი მთავარი მიზანი არის დღევანდელი შეხვედრის. რაც შეეხება შენ კითხვას. მან მთავარი არის ალბათ აღზრდის სტილი როგორი არის. ოჯახი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც გვეხმარება რაღაც გარკვეული მიდგომები, გარკვეული აზროვნება ჩამოვიყალიბო. მაგორ შორის სხვაობაზე რო ვილაპარაკოთ რეგიონებსა და დედაქალაქს შორის სხვაობა რა თქმა უნდა არის. თუმცა ესე ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგცემ, იმიტომ რომ მაგას ცალკე კვლევა ჭირდება, მაგრამ ვილაპარაკოთ რაღაც დაშვებებზე, ან რაღაცა რაც შეიძლება სწორი იყოს. ამათ შორის სხვაობა არის აღზრდის სტილი. აქ დედაქალაქში შესაძლებელია ოჯახები იყვნენ, რომლებიც მუდმივად ჩართულები არიან 100%-ით თავიანთი შვილების ცხოვრებაში. რაც შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან კარგი იყოს. თუმცა უნდა იყოს ეს ზომიერი. ყველას დამოუკიდებლობა ეკარგებათ, ხო? კი, რა თქმა უნდა. ყველა მშობელს ვეუბნები, რომ შენ რა თქმა უნდა იყო ჩართული, თუმცა ვარჯიშზე წაყვანა, ყველა ვარჯიშის მერე ანალიზი, ყველა თამაშის მერე ანალიზი არ არის სწორი. გუშინაც მყავდნენ სპორტსმენები და ანალიზს რას გულისხმობ, ეს ლაბორატორიულ ანალიზებს თუ უბრალოდ განხილვა? ანალიზს გულისხმობ თამაშის განხილვას. ოკეი. და ხშირად აკეთებენ ხოლმე, რომ ეგრევე ვარჯიშიდან როცა გამოდიან, ეუბნებიან, ისე რომ არც ეკითხებიან, რომ ესეთი ვარჯიში გქონდა, ეს უნდა გამოასწორო, ეს შეცდომა იყო და აუცილებლად გასათვალისწინებელი არის. და ვარჯიშის მერე შეიძლება იყოს ხშირად შემთხვევა, რომ საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. და უნდა შემეკითხო პირველ რიგში, მინდა თუ არ მინდა და ჩემი პასუხი რომ იყოს კი, მაინც არ უნდა. ეგ ის მომენტიც ხო არ არის, რომ მშობლები იდეაში არ უნდა ესწრებოდნენ ვარჯიშს. კი, არ უნდა ესწრებოდნენ და ყველას მე მახსოვს ჩემი ქორეოგრაფია, ანუ არაფრით დაადაშული არ იყო მშობელი, იმიტომ რომ გემრიელად ვერ გვაგინებდა. კი. ეგეთებიც ხდება, ხო. კი, ვარჯიშზე დასწრება არ უნდა იყოს და ყველა აკადემიაში სადაც ვიმუშავე, ყველას ვეუბნები, რომ ვარჯიშზე არ უნდა დაესწრო და მშობელიც ჩემთან რომ მოდის, ვეუბნები, რომ ვარჯიშზე არ უნდა დაესწროს. და სწორედ ეს განსაზღვრავს მე ჩემი ზედმეტი ჩართულობა იმას, რომ მე დამოუკიდებელი აღარ ვარ. დამოუკიდებელი, როდესაც აღარ ვარ, მე მიჭირს ინდივიდუალურად გადაწყვეტილებების მიღება. ჩემი გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს. როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვდგავარ, მინდა ვიღაც მყავდეს ჩემ გვერდით, რომელიც მომეხმარება. რეგიონში შეიძლება ესე არ იყოს, იმიტომ რომ იქ უფრო დამოუკიდებლად გიწევს რაღაცები გაკეთება. მარტო არიან, იმიტომ რომ დედაზე მამას უფრო რთულ სიტუაციაში შეიძლება იყოს. არ ვამბობ, რომ ეს ზუსტი ინფორმაცია, იმიტომ რომ როგორც გითხარი, ცალკე კვლევა ჭირდება, უბრალოდ რაღაცა პოტენციურ დონეზე რო ვილაპარაკოთ, რა არის სწორი. შესაბამისად, იქ შეიძლება უფრო ბევრი დაბრკოლება არის, უფრო მეტი შიმშილი არის, რომ მე მინდა რომ ჩემ მიზნებს მივახციო, მე მინდა რომ ამას თავი დავახციო. მიუხედავად იმისა, რომ იქაც ძალიან კარგი ცხოვრება არის, თუმცა შეიძლება განსხვავებები იყოს აქ ცხოვრების ხარისხსა და იქ ცხოვრების ხარისხს შორის. მეც როცა მუშაობ ხოლმე რეგიონში და როცა მუშაობ თბილისში, რადიკალური სხვაობა არის. სხვაობა არის, აი როგორ რაღაცეებზე იცი, ეხლა ვიყავი 2 დღის წინ ბათუმში. და ვეკითხები ფსიქოლოგი ვინ არის, მენტალური მწვრთნელი ვინ არის და პასუხი იყო ის, რომ აი ექიმს არ გავს, ნემს რო უკეთებს და არა. არ არის ეგ ადამიანი. აი ბათუმი კიდე მგონია რომ ქალაქი არის. აი მე გეუბნები აი რეგიონი, მაგრამ არის ხალხი. მე მგონია რომ რეგიონთან უფრო მარტივი იქნება მუშაობა, იმიტომ რომ რაღაც მარტივად მოყვება. შეიძლება, მაგრამ იქ გაცილებით ბაზისურ რაღაცებზე გიწევს საუბარი. რაც შეეხება შენ შეკითხვას, მე ვფიქრობ, რომ ეს შიმშილი საიდან ჩდება, იცი, რომ პასუხისმგებლობის აღება ვასწავლოთ ჩვენ შვილებს.
რომ პასუხისმგებლობა აიღე იმაზე, რასაც აკეთებ. ოღონ არ გულისხმობს ზედმეტ პასუხისმგებლობას. აი ზედმეტ პასუხისმგებლობა რა არის? იცი რომ მაგალითად ჩემი ოჯახი მე ფინანსურად გვერდზე მიდგას და მე ეს ფინანსური გვერდში დგომა უნდა დავუფასო შედეგებით. შედეგებით არ უნდა დააფასო. შენ უნდა დააფასო, რით იცი რომ პროცესი აიღე პასუხისმგებლობა, დილას რაც გააკეთებ, შუადღეს რაც გააკეთებ და საღამოს რაც გააკეთებ. შენზე რაც არის დამოკიდებული. შენზე რაც არის დამოკიდებული და ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა, რომ მე ფიქრობ ისეთ რაღაცებზე, რაც ჩემზე დამოკიდებული არა, რაც საბოლოო ჯამში ჩემზე საშინელ გავლენას ახდენს მენტალურად. ხო, მაგაზე მეც მაქვს ესე ჩემი მოსაზრება, რომ რეგიონში რაღაცნაირად ყოველდღიურად ისედაც მეტი თავისუფლება აქვს. მე თვითონაც როცა ჩავდივარ დაჩაზე, ჩემი უმცროსი შვილი გაცილებით თავისუფლად არის, იმიტომ რომ დიდი ეზო არ დარბის, რაღაც გადაწყვეტილებებს თავისით იღებენ იქ, მშობლისგან დამოუკიდებლად. პლუს ამას მგონია, რომ იქ უფრო მეტ პრობლემის გადაჭრასთან რაღაცნაირი შეიძლება უფრო სირთულე არის ასე ვთქვათ რეგიონის ცხოვრება და რაღაცნაირად მგონია რომ ბავშვს რაღაც სირთულეები ბავშვობაში ხო ადეკვატური რა თქმა უნდა ისეთი რომ არ გაიტრაუმოს ცხოვრების ბოლომდე რაღაცნაირად უნდა კონდეს და რაღაც ეს პრობლემების გადაჭრები ხო ეს გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად მართლა უნდა ეს ხელოვნურად არ უნდა შევქმნათ რა თქმა უნდა ეს დაბრკოლებები თუმცა როცა დაბრკოლების წინაშე დადგება უნდა ვაცადო რომ მაგ დაბრკოლებასთან გაჩერდეს მე თუ ველაპარაკები ძალიან დიდი ხანი მუდმივად რჩევებს ვაძლევ არ ჩერდება იმ დაბრკოლებასთან არ ფიქრობს ეს დაბრკოლება რას ასწავლის შესაბამისად 7 წლიდან 6 წლიდან მოყოლებული რომ ეს მიდგომა მაქვს 15 წელს ასაკში ჩემთან რომ მოდის მე არ უნდა გქონდეს მოლოდინი რომ მე ერთ კვირაში ან ერთ თვეში რადიკალურად შევცვლი ამ სპორტსმენს იმიტომ რომ მაგასაც დრო ჭირდება დარტყმას ერთ კვირაში ვერ ისწავლე. აი ხა შენ წეგან ახსენე, აი არ უნდა ხდებოდეს ფინანსური ჩადვე, იმე შენში ინვესტიცია ჩავდე და დამიბრუნე. აი მან ხوار ვაკარგინებ ზუსტად აი თემასთან მივიდეთ, პროცესსა და შედეგს შორის სხვაობა. მან ხوار ვაკარგინებთ იმას, რომ შედეგზე ორიენტირებულია და პროცესი რჩება. მაგით ვაკარგინებ და მავიწყდება ერთ-ერთი მთავარი. რატომ დავდივარ სპორტზე? სპორტზე დავდივარ, იმიტომ როდესაც მე 7 წლის ვიყავი ან 8 წლის ვიყავი, როცა შევედი, იმიტომ შევედი, რომ მიყვარს, იმიტომ რომ სიამოვნებს. ხშირად ეუბნებიან ხოლმე მწვრთნელები მოთამაშეებს, რომ თითქოს პატარები ხართ, თითქოს მინიზე თამაშობთ, უბანში თამაშობთ, ისე ითამაშე, ისე თავისუფლად და ისე იყავი, ისე გააკეთე აქცენტი სიამოვნების მიღებაზე. სწორედ ეს ოჯახური მიდგომები განსაზღვრავს ამას. მე თუ შედეგზე ვარ ორიენტირებული, ჩემი შვილიც შედეგზე არის ორიენტირებული და ავიწყდება პროცესი. რეალურად პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც. შეიძლება გინდოდეს რომ სოფლიო ჩემპიონი გახდე. ხო, აი ეხა ეგ უნდა მეკითხა, არ შეიძლება მე ჩემ შულს უთხრა რომ აი ხა რომ მიყოლ და კარგად რო ივარჯიშებ, შენ ჩემპიონი უმაღლეს წერტილით რო ვამოტივირო, არ მოსულა? კი, როგორ არ მოსულა, ეხა ზუსტად მაგას ვამბობ. პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება შენ გინდოდეს რომ გახდე ოლიმპიური ჩემპიონი, ძალიან კარგი. მაგარია. მაგრამ მოდი ეხლა მე გეტყვი სოფლიო ჩემპიონი რო გახდე, მაგისთვის რა არის საჭირო? და ამისთვის საჭირო არის ის, რომ შენ პასუხისმგებლობა აიღო შენს ყოველდღიურობაზე, რაც ძალიან რთული არის. ყოლია სპორტსმენები, რომლებიც ძალიან დიდ რაღაცეებს იგებენ. მაგრამ რომ მოიგებენ, შემდეგ რჩება სიცარიელე. იმიტომ რომ თითქოს ის დრაივი აღარ მაქვს, რომ მე უფრო წინ და წინ წავიდე. შესაბამისად, შემდეგ ანუ კმაყოფილდებიან იმ მინიმუმს. შემდეგ აანალიზებენ ერთ-ერთ მთავარ რაღაცას. რომ პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე პროცესით უნდა ვისიამოვნო. ყავს სპორტსმენები, რომლებიც მოიგებენ რაღაცას და რო ვეკითხები, რა გახსოვს ყველაზე მეტად? რა ახსოვთ, იცი? იუმორი, ემოციები, ახსოვთ ის ადამიანები, რომლებიც მის გვერდით იყვნენ და ჩვენ ეს გვავიწყდება არა მარტო სპორტში, ისედაც ყველგან. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაც რა არის, რომ მე ორიენტირებული ვიყო, როგორი გავხდები და არა რას მივიღებ. შენ აი მუღამს როგორც კი დაიჭერ, რომ შენ მაგით სიამოვნებას იღებ, რომ მე უკეთესი და უკეთესი ვხდები. ანუ დავამუღამო სპორტი პროფესიონალი გავხდე იმაში, რა მოძრაობასაც დავშოთ ვაკეთებ, ან ილეც ან არა, მშობა რა სპორტი ვიდრე რადიკალურად იცვლება. არა მარტო სპორტი. ჩვენ მე და შენ გონია რომ ეგეთი ადამიანები ვართ და კიდე სხვა ბევრი ადამიანი, რომ ვცდილობთ რომ უკეთესები გავხდეთ. როგორც კი ეს შენი ჩვევა გახდება, რომ უკეთესი გახდე, შენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. რა თქმა უნდა. მე გაცილებით დიდ სიამოვნებას იღებ ყოველდღიურობისგან, იმიტომ რომ ყოველდღე როდესაც ხედავ რომ შენ უკეთესი ადამიანი ხდები და არა მარტო უკეთესი ადამიანი, უკეთესი შვილი, უკეთესი მამა, უკეთესი და უკეთესი მეგობარი, უკეთესი სპორტსმენი საბოლოო ჯამში შედეგიც
უკეთესი არის. და მე მგონია, რომ მანდ ყველაზე დიდი ჩემთვის რაც არის ყოველ შემთხვევაში, ხო? აი ზუსტად თუ ბავშვობიდანვე სწავლობს აი ეს პროცესით გაიბს და იდეაში პროცესში ყოფნას present როგორ არის, აი იმ წამს, იმ დროს და აწმყოში ცხოვრებას, ხო? ეგ არის ყველაზე დიდი საწინდარი, რომ ამ ადამიანს ნებისყოფა გამომუშავდეს. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეგ არის. ხო, ნებისყოფა მე მგონი სპორტსმენებში არის ყველაზე დიდი რამ, რაც სპორტსმენს ჭირდება, ხო? კი, აუცილებლად. იმიტომ რომ იდეაში სპორტსმენის ასე ვთქვათ, კარიერა რო აიღო, ხო? შეიძლება აი ამ უშუალებელი კარიერის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მიაღწიოს წარმატებას და გამოდის რომ თუ ესე შედეგზეა ორიენტირებული, დანარჩენი წლები შეიძლება წყალში ჩაყაროს მენტალურად. და იფიქროს რომ ეს არის ჩავარდნა არის ამ დანარჩენი წლების. და ეგ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ მე ვიცოდე როგორ ვიყო აწმყო დროში. გეთანხმები რომ ეს შეიძლება მომწეს ოჯახმა, შეიძლება მომწეს სკოლამ, შეიძლება მომწეს წვრთნელმა, რომელთანაც მუშაობ, თუმცა შეიძლება არ გამიმართლოს. აი სწორედ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ არ ვიცი კვარას ყავს თუ არა ფსიქოლოგი, არ მოქვს მაგაზე ინფორმაცია, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ეს ოჯახის სწორი მიდგომიდან აქვს, რომ ჩემმა ოჯახმა სწორი ღირებულებებით გამზარდა. შეიძლება თვითონაც გაანალიზოს, არა, რაღაც გაცნობიერებები ქონდეს ადამიანს. თუმცა, რა თქმა უნდა, საუკეთესო შემთხვევა არის ის, რომ შენ რაც ყვი, რომ მე ბავშვობიდან მოყოლებული ვიცი, რომ პროცესის სიამონება უნდა მივიღო, შედეგი ჩემთვის არის გვერდზე გაწეული და მე ვფიქრობ პროცესზე, რომ წარუმატებლობა მექნება, ამ წარუმატებლობისგან რის სწავლა შემიძლია. წარმატება მექნება, არ გავჩერდე და კიდევ უფრო წინ გავაგრძელო სვლა. ანუ აი ამ თემიდან პატარა შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ მშობლებისთვის ყველაზე დიდი რჩევა ალბათ იქნება, რომ არა ასე ვთქვათ, ყოველ წუთს და წამს შედეგზე კითხონ, მოიგეს თუ წააგეს, მეც გამექცევა ხოლმე ხანდახან ეხლაც კი რაღაცა რომ გამოდივარ, აბარ აქენი რაღაცა ის კარგი მინდა რომ გავეგო ხოლმე და არა დილას მახსოვს რომ დილას ველაპარაკებ რა იდე რაღაც რომ გათენდება რაღაც კაი დღეა პოზიტიური რაღაცა ელემენტარულ რაღაცებზე მინდა ხოლმე რომ დავაფიქრო რაღაცა ის პროცესი რაც არის დღის შემადგენელი ნაწილი დავაფიქრო მაგრამ მე სკოლიდან რომ გამოდის მაინც იმ რაღაცებს მეკითხინება ხოლმე ხო კი ჩვენ შეცდომებს უშვებთ მეც უშვებ შეცდომებს მიუხედავად იმისა რომ ფსიქოლოგი ვარ თუმცა ჩვენც უკეთესები ხვდებით მშობელსაც მაგას ვეუბნები ჩემთან როცა მოდის იმიტომ რომ მშობელს ცალკე ხვდები ხოლმე და რეკომენდაციებს ვაძლევ შენ შეიძლება შეცდომა დაუშვა, თუმცა შენც უნდა ეცადო რომ უკეთესი გახდე. როგორც კი შენ უკეთესი ხდები და შენი შვილი გიყურებს, შენი მთავარი მიზანი და ღირებულება არის რომ უკეთესი გახდე, საბოლოო ჯამში ისიც ეგეთი ხდება. ჩემ შულს ყოველთვის ვაყურებინებ ხოლმე, როცა ვარჯიშობ, სიწყალში როგორ გავარ, ან როცა რაღაცას ვკითხულობ. ვაყურებინებ განა სპეციალურად დავაჯერდა, ვაყურებინებ. უბრალოდ პროცესში ვარ მეც. გუშინ სახლში ვარჯიშობდი, ის რაღაცებს თამაშობდა და მიყურებდა და ზუსტად ვიცი, რომ როცა გაიზრდება, ეგეთი მიდგომები ექცევა. არ მისწავლები, არ ვეუბნები, თუმცა ამას რო უყურებს, თვითონაც იგივეს გავაკეთე. კი ბატონო. პოდკასტის წარმოდგენია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პლატფორმა, სადაც დაგხვდებათ უამრავი დისტანციური სავარჯიშო პროგრამები. დარბაზის პირობებში, სახლის პირობებში, ასევე იქნება გაწერილი კვების მენიუები ძალიან ბევრი მიმართულებით. დაწყებული სამარხოდან, დამთავრებული ინგრედიენტებით და მზაკერძებით. ამასთანავე დაგხვდებათ სარეაბილიტაციო ტიპის ვარჯიშები, რომელიც ძალიან წაგადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გაქვთ ხერხემლის პრობლემები. აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტელეფონებზე. იცი რა მეინტერესებს, აბა, როდის შემოდის ეგო ათლეტის ცხოვრებაში? ნუ ალბათ სავარაუდოდ მოზარდებში ალბათ იმდენად არ არის, რამდენადაც როდესაც შენთან უკვე ჩამოყალიბებული ათლეტი მოდის და რამდენად უშლის ეს ხელს. 12-13 წლიდან უკვე შემოდის. შეიძლება უფრო ადრეც. ეგო არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ სწორად გამოიყენებ. რეალურად ეგო არის საკუთარ თავზე ინფორმაცია. მე თუ საკუთარ თავზე ინფორმაცია არ მაქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ყველას აქვს ეგო. ზოგს ისეთი აქვს, ზოგს ასეთი. ეგო მეხმარება იმაში, რომ ჩემი მიზნები ჩამოვიყალიბო, ეგო მეხმარება იმაში, რომ უბრალოდ კარში დავარტყა. რეალურად ეგო არის ცდელობა, რომ ცდელობა გავწიო. მე თუ ეგო არ მაქვს, ვერაფერს ვერ ვისწავლ და ყველას აქვს ეგო. შესაბამისად, ეგო არის ძალიან სარგებლიანი. ოღონდ უნდა ვიცოდე მისი გამოყენება. რეალურად ჩვენ გვაქვს სხვადასხვა როლები. შენ ხარ დედა, მე ვარ მამა, ასევე ვარ ფსიქოლოგი, ასევე ვარ ხანდახან მოთამაშე, მეგობარი, ან შეიძლება სხვა რაღაც და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ როლებში შევიდე და ამ როლებიდან გამოვიდე. ამ როლების ცვლა
ამ როლების მდგომარეობის სვლა არის ერთ-ერთი ჩემი მთავარი მიზანი. მენტალური მწვრთნა სწორედ ეგ არის, რომ მე ამ როლებიდან გამოსვლა ვასწავლო. მაგალითად, სპორტსმენი, როდესაც თამაშობს, არის მაგალითად ფეხბურთელის როლში. თამაში როცა დასრულდება, მე თუ ამ როლში დავრჩი და წავაგე თამაში, ჩემი ეგო ჩამოვარდება, დავარდება. ანუ ოჯახში მოვიტანე მე ის აგრესია, ოჯახში შემდეგ ჩემ რეალურ ეგოზე, რაც ზოგადად მაქვს ცხოვრებაში, იმაზეც გავლენას ახდენს. ჩემ მაგალითად მაქვს როლი მამობის და ეს ჩემს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. ამიტომაც უნდა ვიცოდე ეს როლი როდის დავტოვო და როდის შევიდე. თამაშის მერე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე სპორტსმენებს, რომ თამაშზე საერთოდ არ იფიქრო. შეიძლება აზრები მოვიდეს, თუმცა უნდა ავარჯიშო საკუთარი თავი შენ, რომ შენ სხვა რაღაცაზე ყურადღება აი ეს დანაშაულის გრძნობა დაუშვათ რაღაცა რომ უნდა აიღო თავის თავზე და არა იყო მან იქ უნდა დატოვოს ცოტა ხანი არ მიუბრუნდეს, მაგრამ მაშინ როგორ ისწავლის შეცდომებს. მაგასაც შემიძლია. მეორე დღეს უნდა დაუბრუნდე მაგ როლში. თამაშის შემდეგ ჩვენი სხეულის გარკვეული ნაწილი პასუხისმგებელია აზროვნებაზე. მეორე ნაწილი პასუხისმგებელია ემოციებზე. თამაშიდან რო გამოვდივარ, შენი აზრით რომელი არის ჩართული? აზროვნება თუ ემოცია? ემოცია, რა თქმა უნდა, ემოციები. თამაშის შეფასების დროს რომელი მჭირდება? აზროვნება თუ ემოცია? აზროვნება. შესაბამისად ძალიან მარტივია, რომ შობელმაც გაიგოს და თავად მოთამაშემაც გაიგოს, რომ შენ თუ გინდა რომ ადეკვატური იყო და რეალურად სისტემური ანალიზი გააკეთო, გჭირდება ცივი გონება და მაგ დროს შენი გონება ცივი არაა, ძალიან ცხელი არის. ამიტომაც უნდა გამოხვიდე მაგ როლიდან და გადახვიდე სხვა როლში. ეხლა რომ ვილაპარაკოთ კიდე ელიტარული ათლეტების გადმოსახედიდანაც. მათი ცხოვრება არის ძალიან რთული, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი მოთხოვნები აქვს. ყველგან უყურებენ, სამაგალითო აქვს, ანუ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და წნეხი აქვს. კი, პასუხისმგებლობა არის რეალურად ძალიან დიდი. სამაგალითო უნდა იყო. და მე თუ დავრჩი სპორტსმენის როლში, დამავიწყდება მთავარი, რომ მე უნდა ვიყო ჩვეულებრივი ადამიანი, მაგალითად, რომელიც მიდის მაღაზიაში, რომელიც თავის შვილს წაიყვანს ბაღში, ან მშობელს მოусმენს, როცა დაჭირდება. და აქ არის ხოლმე პრობლემები. ეხლა ჯუდ ბელინგემს ჰქონდა მსგავსი პრობლემა, რომელიც რეალში თამაშობს, რომ რეალურად ამ ბალანსის პოვნა ძალიან გაუჭირდა. და წარმოიდგინე 24-ის თუ 25 წლის არის და აქამდე ფსიქოლოგთან, მენტალურ მწვრთნელთან ნამყოფი არ იყო. ამ დონის ფეხბურთელზე ვლაპარაკობ. საქართველოში არ უნდა გაგვკვირდეს, რომ ვიღაცა შეიძლება შენთან არ მოვიდეს. და შემდეგ გრძელი ინტერვიუ იყო და ზუსტად მაგაზე საუბრობდა, რომ მენტალური ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლაც არსებობს რაღაცა ბლოკები და სტერეოტიპები, რომ შენ არ უნდა მიხვიდე აქ და ჩვენი ვალი სწორედ ეგ არის ჩემიც, შენიც და ამ შეხვედრის, რომ ეს სტერეოტიპი მოხსნათ კი ნამდვილად. იცი რა არის ერთი არის რომ ვალია და უნდა რა თქმა უნდა ცნობიერება უნდა ამაღლდეს და მეორე მომენტი არის შესაძლებლობებიც, ხო? და აი ზუსტად არის ოჯახი, ვისაც არ აქვს ესე დამატებით და შეიძლება პრიორიტეტის ამბებიც არის, იმიტომ რომ ცნობადობა არ არსებობს, რომ არსებობს დაუშვათ სპორტული ფსიქოლოგი, რომელიც ათლეტის ცხოვრებაში უდიდეს გადატრიალებებს მოახდენს და შეიძლება ტალანტი გაუათმაგოს, ხო? იმიტომ რომ ტალანტს როდესაც მენტალური მზაობა და მენტალური სიძლიერე ემატება, ეს რაღაცა მწვერვალებს არც შემოდის მწვერვალები. ყველას მაგას ვეუბნები, რომ ჩემთან, ეგ ხო ჩემზე არ არის დამოკიდებული რეალურად, მაგრამ სპორტსმენი ჩემთან სტაბილურად, ხარისხიანად თუ მუშაობს, ხარისხიანი მუშაობა მოიცავს იმას, რომ შეხვედრაზე ჩართულია და ასევე სავარჯიშოებს, რასაც ვატან იმას აკეთებს, ორჯერ უკეთესი მინიმუმ ხდება. მინიმუმ. და წარმოვიდგინე, შენ როცა შეგიძლია რომ ორჯერ უკეთესი გახდე მენტალური ამ შეხვედრებით, რატომ არ უნდა გააკეთო? შეიძლება იყოს იქ რაღაცა ფინანსური დაბრკოლებები, მაგრამ შეგიძლია შენ ინტერნეტში რაღაცები მოიძიო. მაქვს ჩემი გვერდი, სადაც ვიდეოებს ვდებ, არსებობენ უცხოელი სპორტის ფსიქოლოგები, რომლებიც ვიდეოებს შემგვერდს აუცილებლად დავურთავთ აქ ჩვენ. კი, მადლობა ძალიან დიდი. შესაბამისად, შენ ადამიანი უნდა იყო, რომელიც მუდმივად ფიქრობს, რომ მე რანაირად შემიძლია ჩემი პოტენციალი გამოვავლინო. რეალურად ჩემი მიზანი სწორედ ეგ არის, რომ მე მათ მოვეხმარო, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ. იყონ იმის საუკეთესო ვერსია, რაც შეუძლიათ, რომ გახდნენ. ჩემი მიზანი არის, რომ გამოცდილება მივიღო მათგან, გავცე ჩემი გამოცდილება. ასევე მეც სამაგალითო ვიყო და ინსპირაცია მივცე მათ. რეალურად ცხოვრებაში ხშირად ვატარებ ხოლმე ამ სპორტსმენებთან დროს.
კი იმ ოთახში ჩვენ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ როგორც კი იქიდან გამოდივართ, ჩვეულებრივი მეგობრები არიან. ადამიანები და ხანდახან შეჩემათით კი ვლაპარაკობთ, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ვარჯიშობთ ერთად, დაბადების დღეზე მივდივართ ერთად და სხვა რაღაცებს ვაკეთებთ ერთად და ამიტომაც ჩემი მიზანი კიდე რა არის, იცი რომ ეს ადამიანები გავიცნო უკეთესად. იმიტომ რაც უფრო უკეთესად იცნობ, ის შეხვედრაც არის გაცილებით ხარისხი. რა თქმა უნდა, კი. კი ბატონო, ახსენე შენ დავალებას ვაძლევო. აი, როგორ ასწავლი, რომ გამომკლავდნენ ზუსტად აი ამ წარუმატებლობას და თუ განსხვავდება სპორტის სახეობები ძალიან ერთმანეთისგან, ანუ დავუშვათ სხვადასხვა, აი ძალის მიერ ათლეტს სხვანაირად ემუშავები და იქ სიჩქარეზე ორიენტირებულ ათლეტს რომ ფეხბურთი სიჩქარეზე ორიენტირებული ხო? ნუ ტაქტიკა, სიჩქარე და ასე შემდეგ. რამდენად განსხვავებულია? სხვაობა არის კი. უბრალოდ არის რაღაც რაც ძირითადი არის. ფუძე და ძირითადი. კი, რაღაც ფუნდამენტური არის რაც ყველა სპორტს აერთიანებს. რაც შეეხება წარუმატებლობას. წარუმატებლობა და შეცდომის დაშვების შიში ერთ კატეგორიაში გამყავს. მაგაზე როცა ვიწყებ ხოლმე მუშაობას, გვჭირდება, არ ვიცი, 7-8 შეხვედრა შეიძლება მხოლოდ მაგაზე. წაგება რო ისწავლოს. წაგება სწავლა უნდა მე ვფიქრობ. კი. არსებობს ორი მიდგომა, იცი და არა აქვს მნიშვნელობა რომელი მიდგომა გექნება. ერთი სპორტსმენი ამბობს, რომ ჩემთვის წარუმატებლობა არ არსებობს, ანუ ან ვიგებ, ან ვსწავლობ და მეორე არის, რომ კი ვაგებ, თუმცა მაქედან ვცდილობ, რომ ვისწავლო. რომელი მიდგომაც გინდა, ორივე ჩემთვის რაღაცა ძალიან ჯანსაღად ჟღერს. კი, ჯანსაღად ჟღერს. ერთი და იგივე შინაარსი არის რეალურად. ანუ აქ მეორე ნაწილში ის არის, რომ შენ წაგება თუ განიცდი, უნდა განიცადო, მან რა თქმა უნდა არ უნდა დააიგნორო ემოციები, შეგიძლია იტირო, შეგიძლია განიცადო ემოციურად რა თქმა უნდა. მაგრამ ის ახლა დავიკარგე მე რომ გამოდივარ თამაშიდან და არ ვიფიქრო თამაშზე, სად ვიტირო? ხვალ აღარ ამეტირება. შეგიძლია იტირო. ემოციები ის ნაწილია, რაც რომლებიც არ გვეკითხებიან შემოვიდე თუ არ შემოვიდე, თავისით შემოდიან. მე თუ ტირილი მინდა, უნდა ვიტირო, მაგრამ თუ 2 საათი ვტირი, მაშინ რა თქმა უნდა იქ ჩემი აზროვნებაც უნდა ჩავრთო და სხვა რაღაცაზე ყურადღება უნდა გადავიტანო. შეიძლება განიცადო 9 საათი, 1 საათი, მაგრამ არა მთელი დღე. რაც შეეხება წარუმატებლობასთან გამკლავებას. მან გჭირდება სწორი აზროვნება. სწორი აზროვნება არის ის, რომ ეს წარუმატებლობა იმიტომ კი არ მოხდა, რომ მე ცუდი ვარ, ან იმიტომ კი არ მოხდა, რომ მე რაღაც დავაკელი. კი, რაღაც დავაკელი. შეიძლება უბრალოდ მოხდა, იმიტომ რომ როგორც არსებობს კარგი დღეები, არსებობს ცუდი დღეები. შესაბამისად, ეგ ნაწილი უნდა გაიაზრო. პირველი ეტაპი არის გააზრება, რომ შეცდომა და წარუმატებლობა გჭირდება და არის ამ პროცესის ნაწილი. შენ თავს უნდა მისცე იმის უფლება, რომ წარუმატებლობა გქონდეს. და ერთი რაღაცა quote არსებობს, რომ შენ ამ წარუმატებლობას უნდა შეხედო როგორც შენ ძველ მეგობრებს, რომლებიც რაღაცას გასწავლიან. ყოველთვის და მე თუ ეს მიდგომა მაქვს, მაშინ რაც არ უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში, ყველაფერს გამოვკლავ. იცი რა, ეხა ეს რო ლაპარაკობ ჩემთვის აი ძალიან გასაგებია და ძალიან თეორიულად ვაში მაგრამ მოყვები. როგორც კი მე თვითონ პრაქტიკულად ამ რაღაცას ვეჯახები, მე ჯერ მოქმედი ათლეტი არ ვარ, მაგრამ ეგერ ესპანურს ვსწავლობ და იქ ჯგუფში ვიღაცამ თუ დამასწრო სწრაფად უპასუხო, მაგაზე წობდები, გამოდივარ წყობიდან, მაგრამ პრაქტიკაში როგორ დავნარგოთ ეგ? კარგი. შენ გაცოფებას რაც შეეხება, შეიძლება ემოციურ ხარეზე არის უფრო მეტი სამუშაო, რომ ამ ემოციებთან გამკლავება ისწავლო. პრაქტიკას რაც შეეხება, არსებობს რაღაცა გაიდლაინები, რაღაცა რჩევები, რაღაცა რეკომენდაციები, რასაც ვაძლევ ხოლმე, რომ თამაშის შემდეგ მაგალითად ეს გააკეთე. თამაშის მეორე დღეს შეიძლება თამაშის ანალიზი როგორ გააკეთო, იცი? პირველი კითხვა იყოს, რომ რა გავაკეთე კარგად და მეორე რა მაქვს გასაუმჯობესებელი. პრაქტიკაში გადამაქვს უკვე. მაგალითად ვარჯიშის შეცდომას რო დავუშვებ, დავფიქრდე ჩემი რეაქცია როგორი უნდა იყოს. ვარჯიშამდე ვფიქრობ, რომ ყველა შეცდომის შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხები, მაგალითად რა შემიძლია აქედან ვისწავლო. შეიძლება ყველა შეცდომის შემდეგ მაგის დრო არ მქონდეს, მაგრამ მექნება რაღაც მომენტში, იმიტომ რომ შეიძლება ვარჯიში გაჩერდეს, წყლის შესვენება იყოს, ჩემი ჯერი არ იყოს და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი პრაქტიკა, რასაც ვაკეთებინებ ხოლმე. კიდე არის ბევრი, მაგალითად ვიზუალიზაციაც არის ერთ-ერთი მენტალური უნარი, რაზეც მუშაობ და მაგას ვიყენებ ემოციებზე სამუშაოდ. რომ მაგალითად შეიძლება ჩემი რეაქცია არ იყოს ის რაც მინდა რომ იყოს. აბაცილე მომენტი შეიძლება განმისთი ძალიან. იმ მომენტში ვრჩები 5 წუთი, შეიძლება იმ მომენტში ვიყო და ვერ ვიწყებდი. ვიზუალიზაცია როგორ შემიძლია გამოვიყენო? შემიძლია სახლში რომ მოვალ, ოღონდ შესაბამისი დრო უნდა ავარჩიო ამისთვის. თვალები დავხუჭო, წარმოვიდგინო ის სიტუაცია, რომელშიც ვიყავი.
რა მოხდა, დაავრჩე მაგ ემოციებთან რაც იყო და შემდეგ წარმოვიდგინო ის პოტენციური პასუხი, რომელიც შეიძლება მომავალში ჩემთვის სასარგებლო იყოს და რა არის ეს პოტენციური პასუხი, რომ მე რო ბურს დავკარგავ, ეგრევე მოვსდევ, მე რო მომენტს ვერ გამოვიყენებ, ეგრევე სხვა მომენტზე გადავდივარ. ამას ჩემი გონება იმახსოვრებს და მომავალში თუ ანალოგიურ სიტუაციებში ჩავარდები, მე რა თქმა უნდა ეგრე მოვიქცევი. და აი რო ამბობდი პრაქტიკაში როგორ გადავიტანო, რამდენიმე ეტაპია რა. პირველი ეტაპი არის ამ ყველაფრის გააზრება, თუმცა გააზრება არასდროს საკმარისი არ არის ხოლმე. თუმცა თუ გააზრება არ მოხდა, მე ის მენტალური ვარჯიში ხარისხიანი არ იქნება. შეიძლება მე საკუთარ თავთან პოზიტიური ლაპარაკი ჩავრთო, რომ თამაშის მერე ჩემ თავს გავახსენო, რომ არუმატებლობისგან უნდა ვისწავლო, რაც გვავიწყდება ხოლმე. მე მავიწყდება ხოლმე. შეიძლება ლექცია ან რაღაცა შეხვედრა ჩავატარო და გამოვიდე მე და იმედგაცრუებული ვიყო. იმედგაცრუება ნორმალურია, მაგრამ მე მაგ იმედგაცრუებას რა მოყვება, ეგ არის მთავარი. მე თუ ვთქვი, რომ მე ძალიან ცუდი ვარ, ან მე ეს არ გამომივა, რა თქმა უნდა არ გამოგივა. მაგრამ შენ თუ იმედგაცრუებული ხარ და თან ცდილობ, რომ ამ ლექციიდან ამ შემთხვევაში ჩემ მაგალითზე რაღაც ისწავლო, მე გაცილებით მაგარი ლექცია გამოვიდა. ეგრე არის სპორტშიც. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებ, უცბად მინდა შეგახსენოთ თუ არხი გამოწერილი არ გაქვს, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქე ვიდეო. სპორტის აი სპორტსმენების შემთხვევაში მწვრთნელს რა როლი აქვს? ანუ ეხლა რო შევადაროთ, ხო, ჩემ დროს ზუსტად ამასინაც ჩემი ძმა მყავდა სტუმრად, ყოფილი კალათბურთელი არის და ის მწვრთნელის მიერ მიყენებული ეს შეურაცხყოფი და ის რაღაცების თქმით აქვს განვითარებული პირიქით ცხოვრებაში თავდაჯერებულობის და რაღაცა აი მსგავსი იდენტობის პრობლემები და აი რა როგორი რომ მაინც ხაი ძველი ყაიდის მწვრთნელებს ახასიათებთ რა იმ რაღაცა მტკინეულ წერტილში დაჭერა რაღაცა თუნდაც გარეგნობაზე კომენტარები თუნდაც იქვე შეიძლება ტალანტი არ ქონდეს მაგრამ აი იმ სიყვარულის იქვე ჩახშობა რაც იმ ბავშვს აქვს შეიძლება მართლა ტალანტი არ იყოს სპორტსმენი არ გამოვიდეს იმ ბავშვისგან მაგრამ რომელი ადამიანი რომელიც სიყვარულით არის მოსული იმ ადგილას ხო მე მგონია რაღაცნაირად არ უნდა ხდებოდეს ეგ ესა. მწვრთნელები მე ვინც ყავს ნანახი 95% თავიდან გავატარებდი ყველაფერს. გავუშვებდი და თავიდან გავატარებდი ყველაფერს. და რატო? მწვრთნელობა არის როგორც მეცნიერება, ასევე ხელოვნება. მეცნიერება არის ის, რომ ანალიტიკურად დაამუშავო რაღაცეები, იმუშავო ფურცლებთან, იმუშავო ეკრანთან, რაღაც ტაქტიკური რაღაცები. პროფესია ქონდეს ნასწავლი მეცნიერულად ის რაც აუცილებლად. ტაქტიკურად უნდა იცოდე და ტექნიკურად როგორ იმუშაო. თუმცა ხელოვნება არის გაცილებით მნიშვნელოვანი. როგორი ფილოსოფია გაქვს, როგორი მიდგომები გაქვს. ერთ ძალიან ჩემთვის ემოციურ და თან მარტივ ისტორიას მოვყვები. ყავდა ერთ-ერთი მწვრთნელი, რომელთანაც მუშაობდი. 17 წლამდე გუნდი იყო ფეხბურთის და მუშაობდი. რაღაც შეჯიბრის დაწყების წინ შევდივართ გასახდელში. და გასახდელში ზევით აკვირია რატომ არა. უბრალოდ კითხვა იყო ეს დასმული, ანუ რატომ არ უნდა მოვიგოთ ტურნირი. თუ შეიძლება რომ ამაზე პასუხი მივიღო. პასუხი არავის არ ქონდა. იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ უნდა მოვიგო? არა, რატომ არა? რატომ არ შემიძლია რომ ეს ტურნირი მოვიგო? რატომ არა? ხო შემიძლია. რატომაც არა, ხო? პასუხი არავის არ ქონდა. რეალურად ეს იყო მათთვის мотиваციის, დრაივის, ყველაფრის მიმცემი. მე იმ მომენტში ვთქვი, რომ ეს აუცილებლად მოიგებდა იმ ტურნირს. და ეგრეც მოხდა. მოიგეს ეგ ტურნირი და აქედან რა ვისწავლე იცი, რომ შეიძლება მე ძალიან გრძელი რაღაცა სპიჩი ვთქვა, ძალიან ბევრი ველაპარაკო სპორტსმენს, თუმცა ის мотиваცია ვერ მივცე, რაც საჭიროა. იმ ტერმინოლოგიით ვერ ველაპარაკო, რაც საჭიროა, მაგრამ ტიპმა ორ სიტყვაში წარმოიდგინე, ამ ხელა мотиваცია დანერგა. აქედან ჩანს რა, იცი, რომ შენ მორგებული უნდა იყოს სპორტსმენებზე, უნდა ჩაიცვა მათი ბუცები და მათი თვალით შეხედო ცხოვრებას. როგორც მწვრთნელი? არავინ არ აკეთებს, კი. და ეგ არის მთავარი რაღაც, რომ შენ ემპათიური იყო. ემპათიურობა არის ძალიან რთული რაღაც. და დრო გჭირდება, ემოციური ინტელექტზე რომ ვილაპარაკო. მე მგონი საქართველოში ემპათიურობა არ გვისწავლი არასდროს და შეიძლება, მაგრამ შეგვიძლია რომ ვისწავლოთ. მწვრთნელებს. კი, და ამიტომაც უნდა იმუშაოს ფსიქოლოგმა, მე ვიქნები თუ სხვა მწვრთნელებთან. და რატო? ემპათია თუ არ გაქვს, იმის თვალიდან ვერ შეხედავ. მე ვეძებ მწვრთნელებს, რომლებიც რაზე არის ორიენტირებულები, იცი რომ რა უნდათ მოთამაშეებთ ჩემგან
და არა მე მათგან რას ვიღებ. და ეს არის ის, რომ მე მათი თვალით უყურებ ყველაფერს და სწორედ ეს არის ხელოვნება, რომ შენ კრეატიული ხარ, შენ ჩართული ხარ პროცესში. და კიდე რა ვისწავლე, იცი რომ რაც უფრო მაღალ დონეზე ადიხარ მწვრთნელობაში, ეს შენი კრეატიულობა გაცილებით კიდე უფრო მაღალ ლეველზე ადის და შენთვის მნიშვნელოვანი ხდება, რომ მე რანაირად მივაწყოდო ინფორმაცია. მე რო კვარას ვიდეოს უყურე, ემპათიურობას რო დაუბრუნდეთ. სამჯერ წამოვიდა ცრემლები ვიდეოს ყურების დროს. იმიტომ რომ ჩემი ემოციური ინტელექტი საკმაოდ განვითარებული არის. ვცდილობ რომ მათ ადგილას დავაყენო ხოლმე თავი. დღეს მერაბდვალიშვილის სურათი შემხვდა, რომ პირველი ორი შეხვედრა წააგო, დანარჩენი 14 მოიგო და ბედნიერი სახე იყო. მანდაც ცრემლები მომადგა. რომ რაღაცნაირად თითქოს მის ადგილას წარმოვიდგინე თავი. თუმცა აქაც ოქროშუალედი უნდა დაიცვა, იმიტომ რომ მე თუ ზედმეტი ემპათიურობა მომივა, მე ზედმეტი დოზით ჩავერევი ამ სპორტსმენის ცხოვრებაში. როცა ამბობ რომ მწვრთნელი უნდა იყოს ემპათიური. რას გულისხმობ ამაში, რომ აი ვარჯიშის მერე მე შენი მესმისით რაღაცა აი რა სწორ რაღაცას გააკეთე აქცენტი, იმიტომ რომ ემპათიურობა პირველ რიგში უნდა განმემარტა. ემპათიურობა არის შესაძლებლობა, რომ მე მისი თვალით დავინახო რაღაცეები. ანუ მე თუ ან ძირითადში ფუნდამენტში მაქვს ეს, რომ მისი თვალითაც შევხედო ხოლმე, ჩემი სავარჯიშო პროცესი არის გაცილებით უკეთესი და გაცილებით ხარისხიანი. რაც გულისხმობ ამაში, რომ ვარჯიშის დროს აი შენ რა კომენტარებიც თქვი რა, დავფიქრდე მინიმუმ, რომ რა უთხრა ვიღაცას და რა არ უთხრა. მწვრთნელის მთავარი მიზანი არის, რომ მან წაიკითხოს რა ხდება გასახდელში. შევიდეს ამ პროცესში, მოედნის გარეთ იმეგობროს მათთან, ან მაგალითად რაღაცა გარკვეული აქტივობები დაიგეგმოს, სადაც ამ ადამიანებს გაიცნობ. პირველი მიზანი მწვრთნელის მაგიტომ უფრო ხელოვნება არის თქო, რომ ამათ შეხედო არა რობოტებს, არამედ როგორც ადამიანებს. იგრძნო რა ეს ემოციური ტემპერატურა. გასახდელში არ შეგონია, რომ აკლია მწვრთნელს და სპორტსმენს როგორც ესე. აუცილებლად აკლია. კი და ყველა მწვრთნელი საქართველოში როგორ არის მოწყობილი, იცი რომ ცდილობენ რომ მათგან მიიღონ რაღაც, წეგანაც გითხარი და პირიქით მე რა შემიძლია მათ შევთავაზო, როგორ შემიძლია რომ ესენი კიდევ უკეთესები გავხადო. და როცა შენ სპორტსმენებს იცნობ, როგორც ადამიანებს, მე გაცილებით მარტივია იცოდე, რის გაკეთება შეგეძლია მათთან მიმართებაში. გაცილებით მარტივია და მე როგორ ვაკეთებინებ ამას, რომ ჯერ ამაზე ვლაპარაკობთ. რომ აბა შენი მიდგომები როგორია? აი მან ეხა რაღაცა უცებ ესეთი გააზრება მომივიდა, არ ვიცი რამდენად სწორი ლოგიკა არის ჩემთვის. იმიტომ რომ ფეხბურთი, კალათბურთი, თუნდაც რაგბი ეს გუნდური თამაში არის და ამასობაში აქეთ გვაქვს ძალოსნობა, სადაც ერთ-ერთზე ემუშავება მწვრთნელს. და რაღაც აქეთ ძალიან მაგრები ვართ და აქეთ მხარეს ცოტა გვაკლიას გუნდურ ამბავში. ანუ გუნდურ სპორტში არ არის საქართველოს ძლიერი, აქეთ სათითაო სპორტში. არ ვიცი ეს იმიტომ რომ თვითონ ქართველები ვართ რაღაცა ეგეთი ჯანიანი ტიპები და ჯანში უფრო ძლიერები ვართ თუ და სიჩქარეში მოვიკვეცლებთ თუ ზუსტად ეგ ამბავია რომ მწვრთნელს აქ უფრო უადვილდება დაამყაროს კავშირი პირისპირ ერთ-ერთზე ათლეტთან ვიდრე აი გუნდთან თელ 22 კაცს გაეცნოს თუ რამდენი კაციც არის. ო, მაგაში არ გეთანხმები სიმართლე. არა, ეს ჩემი გააზრება იყო, არ ვიცი. არა, ერთ ნაწილში არ გეხმარები, რომ გუნდურში არ ვართ ისეთი წარმატებულები. ვარ წარმატებულები, შეიძლება მსოფლიო ჩემპიონები არ ვართ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არა, ეხლა წამოვიდა. ეხლა და მე არა ძალიან მიხარ რა. ეხლა დავიწყე ფეხბურთის ყურება, იმიტომ რომ წამოვიდა ჩვენი ნაკრები. ხო და მაგორ შორის ხაობა, რა თქმა უნდა, არის ინდივიდუალურ სპორტში მუშაობა არის გაცილებით რთული. რთული თუ მარტივი? არა, გაცილებით რთული. ფსიქოლოგისთვისაც და ალბათ მწვრთნელისთვისაც, იმიტომ რომ აქ თუ მაგალითად წარუმატებლობას განვიცდი ინდივიდუალურში, მარტო მე ვარ იქ, რეალურად ჩემ გამოხდება ეს ყველაფერი რაც ხდება. იქ გუნდურში მაგალითად ფეხბურთში 11 კაცია, რაგბიში 15 კაცია. ხო, მაგრამ როგორც ესე ინდივიდუალურად მე ადამიანი ხო მაინც უგრძნობ ხოლმე. მწვრთნელის გადმოსახედიდან შეიძლება უფრო მარტივი იყოს ერთ ადამიანთან მუშაობა, ვიდრე 11-თან. მაგიტომ ყოველთვის რომ სპორტის ფსიქოლოგიაზე გაცილებით რთულია მწვრთნელი, იმიტომ რომ რაღაც მხრივ ფსიქოლოგიაც გჭირდება და არის ბევრ ქვეყანაში რომ მე თუ ფსიქოლოგიის რაღაცა კურსი არ მაგ გავლილი, მე ვერ გავხდები ისე მწვრთნელი. და აქ რა კურსი რომ მიხვიდე ვარჯიშზე,
დაუგლდები, ისეთი რაღაცები ხდება. ხო და აი მაგით ვფიქრობთ, რომ აქეთ იმიტომ ხარ არის მარტივი, იმიტომ რომ ერთი ადამიანის გაცნობა უწევს და იმ ერთ ადამიანთან აქტივობები იგეგმება და ანუ იცნობს კიდევაც ადამიანურად და შესაბამისად უფრო მისი ენა, მისი თვალსაჩინოდან დანახვა უფრო მარტივი არის რაღაცა ინდივიდუალურად, ვიდრე ხო და მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტო რა, რომელი შეგიძლია რა. შენ თუ შეგიძლია რომ ამდენ ადამიანს არ მოაკლო ყურადღება, მაშინ რა თქმა უნდა ახვიდა ჯგუფურ სპორტში და თუ არ შეგიძლია გუნდურ სპორტში, მაშინ წადი ინდივიდუალურში. მე მყავდა მწვრთნელი რაგბში, ლევან მაისაშვილი, რომელიც იყო ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც, მეც მორაგბე ვიყავი ერთი პერიოდი. ბევრი კარგი მიდგომა ჰქონდა. ერთ-ერთი რა მიდგომა იყო, იცი რომ ყველა ვარჯიშის შემდეგ, თლად ყველა არა, მაგრამ ბევრი ვარჯიშის შემდეგ ყველა სპორტსმენთან მიდიოდა ინდივიდუალურად და ყველას ეუბნებოდა რა აქვს გასაუმჯობესებელი, რაში უნდა მოუმატოს. ხო. და წარმოიდგინე მაგით რამდენ რაღაცას აკეთებს, იცი? პირველი იმას ეუბნება რომ შენ შეიძლება ღრმათა დარიგის მოთამაშე ხარ, მაგრამ გუნდისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. შენ შეიძლება არ თამაშობ, მაგრამ გუნდის წევრი ხარ და მე შენ ყურადღებას გაძლევ. ეს არის мотиваციის მიმცემიც და მეორე დღეს ფეხზე ადგომის მიზეზი. და ამიტომაც ვამბობ, რომ მწვრთნელობა არის ხელოვნება. შენ რა თქმა უნდა დაფიქრდე შენ ფილოსოფიაზე და დაფიქრდე ყოველდღიურად რისი მოფიქრება შეგიძლია, რომ შენი სათქმელი მიიტანო იქამდე და ასევე მოისმინო იმათი სათქმელი. და აქ მარტო მე არ ვარ ჩართული, შეიძლება მე შევთავაზო რაღაც აქტივობები, მაგრამ თვითონ უნდა მოიფიქროს. ეგრე არ არის რომ ფსიქოლოგი მყავს მე და მოდი ახლა ყველაფერი იმან მოიფიქროს. არა, ეს ზოგადად არის პროცესი. მე მგონი აბსოლუტურად როგორც ახლა ზუსტად გინდაც იმ თამაში და გერდა სპორტსმენის ცხოვრებაში, როგორც მწვრთნელია ჩართული, რა თქმა უნდა მწვრთნელზე ყველაფერი არ არის. ის ათლეტიც 50-50-ზე ხო, რაღაცა იმ ბრძოლის ველზე ერთად ხართ, როგორც შენ შემთხვევაში. არის თუ არა მომენტები, როცა მოდიან შენთან, მაგრამ მე აი დავალებები თუ აქვთ გასაკეთებელი და კიდე ჩვენ ვახსენეთ მანამდე ვისაუბრეთ. ხო. რამდენად მნიშვნელოვანია რომ თუ ადამიანმა გადადგა ის ნაბიჯის ათლეტმა რომ მივიდეს სპორტულ ფსიქოლოგთან, აი ეს დავალებებიც აქციო ზუსტად იგივენაირად პრიორიტეტად, როგორც სავარჯიშო რუტინა. ყველა ვინ ჩემთან მოდის პირველი მაგას ვეუბნები რომ შენ უნდა მიუდგე ამას ისე როგორც ფიზიკურ ვარჯიშს, ან ტექნიკურ ან ტაქტიკურ ვარჯიშს, იმიტომ რომ შენ თუ ეგ მიდგომა არ გააქვს, ესე იგი ამას საკმაოდ მარტივად უყურებ. რეალურად მენტალურ ვარჯიშს შეიძლება ჩაითვალოს უფრო რთულად ვიდრე ფიზიკურიც. მაგალითად ვიზუალიზაციას რო ვაძლევ ხა სპორტსმენს, ძალიან ბევრი სპორტსმენი მეუბნება რომ რთული არის. მეც ახლა რო ვაკეთებ ხოლმე რთული არის. მაგალითად წარმოიდგინე რაღაც როგორ არწყობ კარებში 50-ჯერ რო წარმოიდგინო არის კატასტროფულად რთული, ერთი და იგივე რაღაცა უნდა წარმოიდგინო. მაგრამ თუ არ ქონია ესეთი მითუმეტეს თუ არ ქონია. მაგრამ ერთი რაღაც ვიცი რომ მოედნის გარეთ ვარჯიშობ რეალურად მენტალურად. მე თუ ამ სავარჯიშოებს არ ვაკეთებ, რასაც ამ შემთხვევაში მე ვაძლევ, შენ მენტალურად ეგეთი ძლიერი ვერ გახდები კი? ბაზარი არა, გეთანხმები რომ კარგი არის. სულ არაფერი ჯობია რომ ჩემთან მოხვიდე და რაღაცებზე ვილაპარაკოთ და შენ მინიმუმ ის მაინც იცი რა არის სწორი მიდგომა. მაგრამ მენტალურ ვარჯიში აუცილებელია. ყავს სპორტსმენები, რომლებიც არიან დროის მიხედვით ოდნავ ჩაკეტილები, მაგალითად ბევრი თუ არ გაქვს და მე მაგას ვითვალისწინებ. ვეკითხები ყველას, პირველ რიგში მაგას ვეკითხები, რომ მაგალითად ვაძლევ 5 სავარჯიშოს, რომ ამ 5 სავარჯიშოდან შენ რის გაკეთება შეგიძლია? მოდი პასუხისგებლობა აიღე, მითხრა რის გაკეთება შეგიძლია? გინდა რომ ამ შედეგზე მიხვიდე? მე გეუბნები რომ ეს არის საჭირო. გააკეთებ? მიიღებ. არ გააკეთებ? მაშინ კითხვები არ გქონდეს, რატო ვერ მივდივარ იქამდე. და ეს მენტალური სავარჯიშოები არის შემთხვევები, როდესაც არის ძალიან სასიამოვნო, არის როდესაც კომფორტის ზონიდან გამოდიხარ და ძალიან რთულად შესასრულებელი არის, რომ რაღაცა თამაშის მე ანალიზი გააკეთო, როდესაც ამ თამაშზე არ გინდა საერთოდ რო იფიქრო. ეხლა 2 დღის წინ მყავდა ფეხბურთელი და საშინელი თამაში ჰქონდა და ეხლა სამ გადაცემას უყურებს და მიხვდება რომ მაგაზე ვლაპარაკობ. და მითხრა რომ მე არ შემიძლია რომ ამ თამაშს უყურო. სწორედ ეგ არის მენტალური სიმტკიცე, კიდევ უმეორებ აქაც. რო გაანალიზო. ან წარმოიდგინე იმდენად არ მოეწონა თავისი პერფორმანსი, რომ ვერც უყურა. იმიტომ იმ როლში დარჩა, წეღანასაც ვლაპარაკობთ. მე რო ჩვეულებრივ როლში დავბრუნდე, შევხედავ როგორც ჩემ მეგობარს, რომელიც თამაშობს. აი მეგობარი რო თამაშობდა, შენი მეგობარი რო თამაშობდა ფეხბურთს. გარედან აკვირდები შენ თავს. ხო, მესამე პოზიციიდან აკვირდები და მე ხო არ დაუწებ ლანძღვას, რომ აუ ეს რა სისულელე ვქენი. არ ეტყვი მაგას, ეტყვი რომ აი აქ ბურთი ესე უნდა მიგეღო. მოდი პირველ შეხებაზე იმუშავე, მოდი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე იმუშავე და ეგ არის პროცესი, რომ კომფორტის ზონიდან ხანდახან უნდა გამოხვიდე. არა, სულ, მაგრამ უნდა გამოხვიდე. ძალისმიერი სპორტის წარმომადგენლებს თუ ემუშავები? მორაგბეებს? თუნდაც მორაგბეებს და თუნდა
ან მოჭიდავე ან კი, როგორ არა. ყველა. რაც კი სპორტი გაგია ყველა. აი მითხარით ხო? აი თუ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სად უფრო გიადვილდება მუშაობა? გუნდურში უფრო მარტივია ზოგადად ვიდრე ინდივიდუალურში. ფეხბურთში იმიტომ მიადვილდება, რომ ფეხბურთი გაცილებით მაგრად მიყვარს. მე მგონი რომ შენც ფეხბურთი ბიოგრაფიამდე აუცილებლად მივალთ ხო, მაგრამ ფეხბურთელი ვიყავი 10 წელი და მაგიტო და ეხლა ჩემი ნაწილი არის ეს ფეხბურთი და მაგიტო უფრო მეტად მსიამოვნებს ფეხბურთელთან. მე მგონი უფრო კარგად იცი ექსპერტო და კი, მაგიტო. თან უკეთესად ვიცი, რაგბიც ვიცი, მაგრამ და ყველა ბევრი სპორტი ვიცი, თუმცა ანუ შენთან რომ მოდის დავუშვათ ბოდიში გაწყვეტილება, აი სხვა შენთვის უცნობი სპორტის წარმომადგენელი, შენ უნდა ისწავლოს სპორტს და მე იყო ჯიუ-ჯიტსუდან მოსული და სახლში მივედი შემდეგ და რაღაცა ინფორმაციები წავიკითხე. რა სპორტია, წესები როგორია, საქართველოში რა ჩემპიონატი გვაქვს, რა თქმა უნდა და მაგიტომ რომ ეს ჩემი პროფესია არ არის რომ იქ მარტო მივდივარ და ვლაპარაკობთ და მე მოვდივარ. არა, ყველა შეხვედრას გეგმავ, წინასწარ რა უნდა ვიმუშაო. შენც იგივენაირად ხარ ჩართული მომზადებაში, როგორც ხანდახან მაგ ბალანსის დაცვა მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ ზედმეტად ჩართული ვარ ხოლმე და მე ხარისხიც მაკლდება ხოლმე, თუმცა მეც ემოციურად? კი, აი რას ემპათიურობაზე რო გითხარი ზეგან რომ ხანდახან უნდა იცოდე რა დონეზე შეხვიდე, რა დონეზე წარმოიდგინო მის ადგილას თავი და მე ხანდახან ძალიან შევდივარ ხოლმე. ადრე მქონდა მომენტები როგორიც რომ ღამის პირველ საათზე შეიძლება გამღვიძებოდა და დავფიქრებოდი რომ აი ეხლა ლაშა ნეტა როგორ არის. და მართლა ლაშაზე ვსაუბრობ ეხლა რა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ჩემი სპორტსმენი არის რომელიც ჩემთან წელიწად ნახევარად არის. ან როგორ არის გიგა მაგალითად და მე რაც შევთავაზე იმან იმუშავა თუ არ იმუშავა. ეს არის ზედმეტი პასუხისმგებლობა. ეხლა ვინცაც მაგალითად სპორტის ფსიქოლოგობა ეს მენტალური მცდელობა უნდა ერთ-ერთი მაგას ვასწავლი რომ შენ კი შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო, მაგრამ იმ ოთახში. იცი რა არის მე მგონია რომ ეს იმდენად ახალი სფერო არის ხო და იმდენად ძალიან მიხარია რომ პირიქით ანუ ესეთი დაინტერესდი ამ სფეროთი და აი ამ მიმართულებებით მიყავს ყველაფერი. რაღაცა ხო სწავლის პროცესი არის და რაც იყავი მეც როცა დავიწყე მწვრთნელობა რომ ვუყურებ ჩემს შეცდომებს და რაღაცა ახლა მე მეცინება ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი მაგრამ და სხვაობას ვერ ამჩნევ მე მაგალითად აი 5-6 თვის წინანდ ბადარებ. იმ ხელა სხვაობა არის, ანუ ეხლაც რო გაქვს შეგრძნება, რომ აი კარგ დონეზე ხარ, მაღალ დონეზე ხარ და თან იცი, რომ 6 თვის მერე ეს შეგრძნება აღარ იქნება და ბევრად წინ ხარ. და ეხლა რო გონია რომ მაგარი ტიპი ხარ. კი, და მე რო ხდები რომ ეხლა იცი რა, ესეთი კითხვა მაქვს. ფსიქოლოგთან ვისაც უვლია ჩემს გარშემო რაღაცა ისეთ ნეტარებაში არის შესულები, სულ დაიკიდეს მთელი ცხოვრება და სამყარო. გამოლოცილი აქვს ყველაფერი და რა ხდება მამამისი არ იყოს. ანუ სპორტსმენებთან ხო არ არის მაგის საშიშროება, რომ აი ეს ემპათია წამოვიდა მწვრთნელისგან ეს რაღაცა იქ ფსიქოლოგი შევიდა იქ რაღაცა პასუხისმგებლობები განაცდა, ამ სპორტსმენმა არ დაიკიდეს ხოლმე. ანუ როგორი განსხვავებული არის სპორტული ფსიქოლოგია და სტანდარტული ფსიქოლოგია ხო ერთმანეთისგან? დიდი სხვაობა არის. მაგალითად ძირითადად ფსიქოლოგების ყველა ფსიქოლოგის მოკლედ თავარი ფუნქცია არის ის რომ ხარდაჭერა და მოსმენა. და პლუს ადამიანი მიიყვანოს თავისით აი იმ რაღაცა პრობლემის გადაწყვეტა. კი. მოსმენა ერთ-ერთი ჩაშლილი თემა არის მანდ. რეალურად მაგის იქით არ არის არაფერი. არც ერთგან. არც სპორტის ფსიქოლოგიაში. უბრალოდ ხანდახან აი ეგეც ამბიციურობის ამბავი არის და რამდენად გინდა რომ შენი სპორტსმენი კიდე წარმატებული იყოს რა და უბრალოდ მანდ ეგ პასუხისმგებლობა უნდა აკონტროლო. აი ხანდახან ჩემი რომ მოდიან რა აი მეც ძალიან მინდა ხოლმე რომ მაგარ შედეგზე გავიდე. ეგ უნდა აკონტროლო უბრალოდ რა. აი შენც თუ ძალიან შედეგზე ორიენტირებული გახდი მერე შენ შეგიშლის ხელს აუცილებლად. თვითონ ცოტა ხო აი რაღაცნაირად მე მგონია რომ აი სპორტული ფსიქოლოგი ცოტა უფრო ისეთი უნდა იყოს მომთხოვნია რა. ცოტა კაცრი და მომთხოვნია. სიმართლეს ეუბნება. ეგ სხვაობა არის ალბათ რა. რომ მე სიმართლეს ეუბნება. მაგალითად შეიძლება ჩემთან მოვიდეს სპორტსმენი, პირველად გადის რაღაც ტურნირზე და უნდა რომ ჩემპიონობა გახდეს. დაეშვი. არ არის ჩემპიონობა შენი. შეიძლება გამოვიდეს. მაგრამ რო არ გამოვიდეს, მერე უარესი არის. ამიტომაც რა არის ხოლმე, იცი რომ პროგრამა მინიმუმზე დაფიქრდე, რომ პირველად ხო გავდივარ, მაგალითად, რაღაცა ტურნირია 20 ადამიანი ვართ. პირველად გავდივარ, აქამდე არ ყოფილვარ. შენი მიზანი რა არის? რომ წინა წელთან შედარებით უკეთესი შედეგი გქონდეს, ხო? ეგ არის შენი მინიმუმი. მაქსიმუმი კი შეიძლება რა თქმა უნდა, რომ პირველზეც გავიდე.
თუმცა ამ პროცესში მე თუ ბევრს ვფიქრობ მაგ შედეგზე ვერანაირად ვერ მივალ მაგამდე. და ეს ხო ძალიან ინდივიდუალურია საბაში. იქნებ ვიღაცა ზუსტად აი ეგ ამოტივირებს, რომ მე უნდა გავხდე აი ამ ტურნირიდან და უნდა წამოვიღო საპრიზო медаლი. შეიძლება იყოს. ხო არის შემთხვევები, ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მოაქვთ პირველი ვერა. მაგიტო ვამბობ, რომ მინიმუმი და მაქსიმუმი. მინიმუმი არის ის, რასაც მე ვთავაზობ და მაქსიმუმი საუკეთესო შემთხვევა იყოს ეგ. რაც არის, მაგრამ მე თუ მხოლოდ ვამბობ, რომ აი ეს შედეგი არის ჩემთვის. შენ რაზე ემუშავები? ემუშავები მინიმუმზე თუ ემუშავები მაქსიმუმზე? ორივეზე. და საუკეთესო პერფორმანსი რო კონდეს იმის რაც შეუძლია. და მე იგი ერთი რაღაცით შემიძლია მარტო მომზადებით. მე თუ ორიენტირებული ვარ ყოველდღე როგორ მოვემზადო მაგ შეჯიბრისთვის, მაშინ კაი. და ნახე რატო გეუბნები რა მაგას. მაგალითად ახლა მე თუ 24 წლის ვარ რა. და ვთამაშობ საქართველოს მეოთხე ლიგაში. მე რო 2 წელში დავისახო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშო. ვიღაცა რომ მოვიდეს ეს რომ მეუბნება. რას ვეტყვი შენი აზრით? ანუ რეალურია ჩემთვის. არ არის რეალური. არ არის რეალური. ყველაფერი ხდება, მაგრამ რეალური არ არის. მაგიტომ უფრო შენი შესაძლებლობების შესაბამისად უნდა დაგეგმო რაღაცები. ოღონდ ამას მე კი არ ვეუბნები მარტო. ერთად მსჯელობთ ამაზე, რომ რა არის რეალური. კი, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არის რეალური, მაგრამ მოდი წლების მიხედვით გავწეროთ ეგ, რომ მაგალითად ნახევარ სეზონში შენ ხარ მეორე ლიგაში ჯერ მერე, პირველ ლიგაში მერე უმაღლესში და ბოლოს იქ მიუახლოვდები მაგას. ყველაფერი შეიძლება. მე მგონია რა მეოთხედან გადახტომა რამოდენიმე საფეხურის რაღაც მგონია რომ მარტივია, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება. ხო, აი რაღაც ეს პირველი ბიძგი და პირველი мотиваცია, ეს პირველი რაღაცა სწორად დაგეგმილი წარმართვა ბევრ საფეხურს გადაახტუნებს ხოლმე ადამიანს, რომელსაც დაუშვათ გააზრებასთან არ უმუშავია, რომელსაც დისციპლინით არ უმუშავია და ასე შემდეგ. რა მომწონს იცი მე? ბოდიში კიდევ უნდა გაგაწყვეტინო. არა. შედეგი გაძლევს мотиваციას. ხა. თუმცა პროცესი არის შენი ყოველდღიური ძალა. პროცესით სიამოვნების მიღება და ამ პროცესის დაგეგმვა შეგიძლია ისე რომ შენ სიამოვნება მიიღო. რეალურად ფიზიკებს რო დავრბოდი არასდროს არ მიყვარდა. არა რაღაც პერიოდის შემდეგ შემიყვარდა ეგ, იმიტომ რომ იქ რაღაცებზე დაუფიქრდი რომ სარგებელი რა არის ამის იქაც როგორ მიმეღო სიამოვნება და აი მაგ ტკივილისგანაც ხანდახან სიამოვნებას ვიღებ ხოლმე. ეხლა ლაშქრობაში რომ მივდივარ, ეხლა ვიყავი ბოლოს ტობავარჩხილის ტბებზე და რაღაც მომენტში 30 კილომეტრის გავლა მოგვიწია მე და ჩემ მეგობარს. გადაუხვიეთ რაღაცა გზის და სხვაგან წავედით. მაგ პროცესში საკუთარ თავს რო ვცდი და რამდენად შემიძლია ამის გაძლება და ატანა. ეგ არის ჩემთვის სასიამოვნო რომ მე ამას რო გადავლახავ, ვაუ რა მაგარია. ნოვაკ ჯოკოვიჩი 40 წლის არის თითქმის და მისთვის მთავარი мотиваცია რა არის იცი რომ მე დავტესტო ჩემი ლიმიტები. სადამდე შემიძლია ამ ყველაფრის გაწლება. და ყოველთვის ვამბობ, რომ ლიმიტებს აწესებს შენი ტვინი. აბსოლუტურად კი, მაგას ძალიან გითხრა. ყველაფერი შესაძლებელია. კი, მეოთხე ლიგიდანაც შეგვიძლია რომ 1 წელში ჩემპიონთა ლიგაზე. 1 წელში არა, მაგრამ 2 წელში რაც თქვი მე მგონია მე ძალიან ოპტიმისტი ვარ. იცი რა მაინტერესებს? აი ზუსტად ფიზიკები ახსენე, პროცესი ახსენე, დისციპლინაზე თუ ემუშავები ათლეტს. კი, აბა რა. ჩვევები ჩამოყალიბებაზე. ჩვევები არის უჭირს დისციპლინა. იმიტომ რომ მე მგონია რომ სპორტსმენი თუ არის ბავშვობიდან რაღაცა ძალიან დისციპლინირებული ისე. ზოგიერთს აქვს, ზოგიერთს არ აქვს. მან უნდა დაანახო დისციპლინის მნიშვნელობა. უბრალოდ ბევრგან მომისმენია, რომ мотиваცია ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე დისციპლინა. ამ შორის ხოვობაზე მე მაგალითად მაგას ვაწვევი. იმიტომ რომ დისციპლინა გაგაქაჩინებს. მე არ ვაწვევი. ну ორივე საჭირო არის რა თქმა უნდა, მაგრამ ნახე გეტყვისად, იმიტომ რომ мотиваცია უფრო მნიშვნელოვანია. რას ლაპარაკ? мотиваცია ხო ემოცია. და ყველგან მაგას ლაპარაკ, ყველა პოდკასტში მაგას. კი მაგაზე. მოდი მე უცბად გეტყვი რა რატომ? შეიძლება ეგრეა. კი, აი გეტყვი მე ჩემი მოსაზრება რა არის. мотиваცია ჩემთვის არის ემოცია. და ემოცია, ну, იქიდან გამომდინარე რომ ალბათ ქალი ვარ და ჩემ შემთხვევაში ემოციები ძალიან ცვალებადია, დამოკიდებულები ვარ ძალიან ბევრ ჰორმონალურ ცვლილებებზეც. შესაბამისად, мотиваციაზე თლად დაყრდნობილი ვერ ვიქნები და ყველა ჩემი პროექტის გოგონას მაგას ვეუბნები, რომ სულ ეგეთი მესეჯები მომდის. мотиваცია გამიქრა და რა ვქნა და ამასობაში ვეუბნები, რომ შენ თუ პარალელურად როგორც კი რაღაცას დაიწყებ, აი თუნდაც სპორტში დავიწყე ახლიდან, ხო? პარალელურად აი ამ ჩვევების ჩამოყალიბებაზე ვმუშაობ, რომელიც ჩემი დისციპლინაა და ყოველდღიურობაში მე ეს გაჯენილი მაქვს, всё, мотиваცია დაიკარგა, დამრჩა მე ჩვევები, რომელიც რაღაცნაირად უკვე ძალისხმევის ფასად აღარ მიჯდება, იმიტომ რომ ჩვევაა ჩემი. ხო, კბილების გამოხმაზე. ხო, აი მანდ ვარ მე ზუსტად რომ ხო, мотиваცია რაღაცნაირად ორ რაღაცაზე ვილაპარაკებთ მანდ. აბა მითხარი. პირველი არის ის, რომ აღელვება და мотиваცია ერთმანეთში გვერდება. აღელვება არის ემოცია
მოტივაცია არ არის ემოცია. მოტივაცია არის უნარი, რომელიც შეგვიძლია გააუმჯობესო მუდმივად. მე თუ მოტივაცია არ მაქვს, რომ გავხდე ვიღაც, არ მექნება ის დისციპლინა, არაფერს არ გავაკეთებ მაგისთვის. ჩემი თავარი მოტივაცია არის ის, რომ დილას რო ავდგები, უკეთესი გავხდე. ეგ მაძლევს ყოველდღე იმის გაკეთების საშუალებას, რომ ვივარჯიშო, წავიკითხო, შეხვედრებზე წავიდე, ვიღაცას დავეხმარო. ეგ არის ჩემი თავარი მოტივაცია. მე თუ არ მაქვს ეს მოტივაცია, უბრალოდ არ გავაკეთებ მაგას. ეხლა ჩვევებს მოვუბრუნდეთ. ჩვევებზე რომ მეუნები, რომ შეიძლება რაღაცას ნებისყოფის ხარჯზე ვაკეთებდე, მაგრამ მე შევწყვიტო, გეთანხმები. შეიძლება რომ შევწყვიტო. იმიტომ რომ ნებისყოფას აქვს თავისი ლიმიტი. ეს ლიმიტი რომ ამოიწურავს, всё, მე რა გავაკეთო. მან არის კიდე სამი კომპონენტი. ერთი არის ის, რომ შენ რაღაც დღეების განმავლობაში ეს უნდა გაიმეორო. თუ არ გაიმეორებ, ისე ჩვევაში რაღაც ვერ გადაგიხდი. რა თქმა უნდა, კი, დისციპლინა ჩვევა. მესამე არის რა, იცი რომ გაამარტივო. ნაკლებად სტრესული იყოს შენთვის. მაგალითად ავიღოთ. ყველაზე იოლი მაგალითი. წყლის დალევის ჩვევა მინდა რომ მქონდეს 3 ლიტრი წყალი დავლიო ყოველ დღე. მე თუ შეიქერით ან არ მაქვს, ან რაღაც ბოთლი. ხო არ დავლევ. გავალ ყველა ჯერზე რომ აი აავსე ჭიქაში, შემოდი და არ გავალ და არ ვიზო. გამარტივება სწორედ ეგ არის რომ მე ეს ჭკვიანურად დავგეგმო. წინ დავიდოს. ან თუ წიგნის კითხვა მინდა გადაშლილი დავტოვო სახში რომ დავინახო და გამახსენდეს და მეოთხე სარგებელი ვიცოდე ამის რა არის, იმიტომ რომ მე როცა ვიცი სარგებელი რაღაცას რა მოყვება, უფრო დიდი შანსია რომ გავაკეთო. ეგ რაღაც. მაგალითად კიდე რა შეიძლება რომ თეორიაში ყველა გლიჯობს. წარმოსახვა. კი, მაგრამ პრაქტიკაში ისე ვაგეგმინებ ამას, რომ გაკეთება მე მარტივი. აი წარმოსახვა ავიღოთ რა, წარმოსახვის ვიზუალიზაციის დაწყება მინდა რომ გავაკეთო. მე თუ ვაკეთებ ღამის 11 საათს, როდესაც ძალიან დაღლილი ვარ, მაშინ ეგ ჩვევაში არ გადამივა. არანაირად. თუ გვერდზე ჩემ ოჯახს ფართი აქვს, მე ვიზუალიზაციას ვერ გავაკეთებ. რომელია ყველაზე ადეკვატური დრო? დილას. მაგალითად გავაკეთებ. კიდე როგორ შეიძლება იცი, რაღაც ჩვევები ხო გვაქვს ყველას. შეიძლება რომ არსებულ ჩვევას დავაშენო ჩემი ძველი რაღაც. ეგ მაგარი რაღაც თქვი. ხო, აი რაღაც ვაკეთებ და ბარე მივაყოლო. იმასაც ვიზავ რა. და თან რა თემა არის ახლა? მაგალითად ვიზუალიზაციას შეგიძლია გააკეთო 10 წუთიანი, 15 წუთიანი, 20 წუთიანი. თავიდან დაიწყე მოდი 2 წუთიანით. თავიდან გააკეთე ისი ვიზუალიზაცია, იცი როგორი ცხოვრება გინდა რომ გქონდეს. ხო ძალიან მაგარია, ყველას ძალიან გვსიამოვნებს. თვალებს დახუჭავ ხოლმე და აუ ისეთ სიამოვნებაში ვარ რომ რა ვიცი, წარმომიდგენია პრემიერ ლიგაში მუშაობ, რაღაცა ნაკრებთან ხარ და ძალიან ბედნიერი ხარ. ეგ ხო ძალიან მარტივია. ეს რო ჩვევაში განამივა, მე გავაკეთებ ცოტა რთულ რაღაცებს. შესაბამისად, პასუხი იმაზე, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მოტივაცია უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა დისციპლინის გარეშეც წარმოუდგენელი არის. წარმოუდგენელი არის ამის შენ ეხა ღელვარებასთან დააკავშირებ. ღელვარო საერთოდ არ გაქვს? ანუ არ გაქვს ღელვა. ხო. ანუ ის კი რომ გაქრა, არა გაქვს. ხო, აღელვება არ გაქვს. ხო და მაგას გეუბნები რომ დილას როცა გვაქვს ხოლმე რომ ეგ აღელვება არ გვაქვს. გვგონია რომ მოტივაცია არ გვაქვს. და არ არის, ეგ უბრალოდ აღელვებული არ ხარ და წარმოუდგენელია რომ ყოველდღე აღელვებული იყო რომ ეხა მე წავიდე და ვივარჯიშო 100%-ით ჩართული. მაგრამ მე რა გამახსენდება, იცი მოტივაცია სწორედ ეგ არის რომ მე მაგალითად ამთვის მოტივაცია მაქვს ის რომ რაღაცა შედეგზე გავიდე ან უკეთესი გავხდე რაღაცაში. გავიხსენებ მაგას, გავახსენებ ჩემ თავს რომ ვარჯიშის მიზანი რა არის. არ არის ვარჯიშის მიზანი ის რომ მე უბრალოდ მივიდე იქ და რაღაცები გავაკეთო. ვარჯიშის მიზანი არის რომ უკეთესი გახდე. ვახსენებ ჩემ თავს რომ ტურნირზე გასვლის მიზანი რა არის. ტურნირზე გასვლის მიზანი არის ის რომ ვისიამოვნო, გავერთო და ჩემი უნარები გამოვიყენო უბრალოდ. და მე სწორედ მაგაზე ვმუშაობ რომ ეს იცოდნენ, ეს და ეს სწორი აღქმები გქონდეს, სწორი ინტერპრეტაცია გააკეთოს. შეიძლება ფინალი იყოს და ერთი ინტერპრეტაცია იყოს ის რომ მე აუცილებლად უნდა მოვიგო ეს ფინალი. ერთი ინტერპრეტაცია არის ეს. მეორე ინტერპრეტაცია ნახე როგორი არის. რა მაგარია, როგორც იქნა, მე მაქვს შესაძლებლობა რომ ვითამაშო ფინალში. მე ამდენი ვიშრომე რომ აქამდე მოსულიყავი. მიდი და უბრალოდ სიამოვნება მიიღე მაგისგან. ამ ორი ინტერპრეტაცია შორის რამხელა სხვაობაა, იცი? იქ ვადებ უდიდეს სტრესს საკუთარ თავს და აქ საერთოდ არ მოხდა. ფერგიუსონი ყოველთვის მაგას ეუბნებოდა მანჩესტერის მწვრთნელი თავის მოთამაშეებს, რომ თქვენ ერთი კვირა იმისთვის ივარჯიშეთ, რომ ეხლა გახვიდეთ და აქ უბრალოდ გაერთოთ და ფეხბურთი ითამაშოთ, თავისუფლად იყოთ. და ეს გვავიწყდება, როცა 14 წლისები ვართ, არა მარტო 14 წლისები, 20 წლისები, 25 წლისები, იმიტომ რომ ფოკუსი საერთოდ სხვა რაღაცებზე გვაქვს. როგორ რაღაცებზე იცი, რომ მწვრთნელი არ თამაშობს იმ სტილს, რომელიც მინდა რომ ითამაშოს. იქ ოჯახი მიყურებს და მინდა რომ დავუმტკიცო, რომ მე ძალიან კარგი მოთამაშე ვარ. შეიძლება ჩემმა გუნდელმა ძალიან დიდი წნეხია, ხო, ძალიან ბევრი წნეხია. კი, და ამ წნეხის კონტროლი შეგიძლია. სწორედ ეგ არის მენტალური სიმტკიცე, რომ ამაზე
ხო, მე მგონი რომ უბრალოდ სხვადასხვა რაღაცები დავარქვით, ჩემი სპეციფიკა სხვა არის, რა თქმა უნდა, სპორტსმენის სპეციფიკა სხვა არის. ერთ პეიჯზე ვართ, უბრალოდ мотиваცია სხვადასხვა რაღაცას უწოდებთ რა. მშობლების აი წეგან ახსენე რომ გვერდზე ფართი არისო და ძალიან ანუ სპორტსმენი როდესაც იზრდება ახალგაზრდა ათლეტი, მოზარდი ათლეტი როდესაც იზრდება სახლში, ალბათ მთელი ოჯახი უნდა გადაეწყოს, ხო? იქ თვითონ ოჯახის კვებითი ქცევები იქნება, თუ პროდუქტის მოტანები იქნება, აქაც მე მგონია რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ როდესაც შენთან ათლეტი მოდის ან მშობლები მოდის, ესეც ერთგვარი რეკომენდაცია არის შენგან. რომ დაეხმარონ? კი. დაეხმარონ როგორ იცი, რომ აი ნუ ქცევები უნდა შეიცვალოს ოჯახში. ახლა თუ კარადაში მოდივართ მაცივარში კოკა-კოლა დღეს და მსგავსი ესეთი ჯანკ რაღაცეებზე მიდის, სულ ყიდვა ან პატარა ძმას იმას ყიდულობენ. სხვადასხვა არ ვეუბნები. არა? არ ვეუბნები, რომ მაგალითად რაღაცა ქცევები, ეგ კონკრეტული ქცევა შეცვალონ. ეხლა შენ რაზეც ლაპარაკობ. მე უბრალოდ ვეუბნები რა არ უნდა გააკეთონ პირველი და მეორე როგორ უნდა მოიქცნენ. ოღონდ სუფთად პერფორმანსთან არის დამოკიდებული, მაგას ახლა ვერ ვეტყვი რა საკვები მისცენ. შეიძლება უთხრა ის, რომ კი საკვები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეგ ჩემი სფერო არა, ფსიქოლოგის სფერო არა, ეგ შეიძლება ნუტრიციოლოგმა უთხრას, შეიძლება მწვრთნელმა უთხრას, რომ ეს არის. თუმცა ოჯახი არის გადამწყვეტი. იმიტომ რომ რაღაცნაირად ინსტიტუტი არის, რომელიც ადამიანად გვაყალიბებს. ერთი კაი ისტორია მაქვს მაგაზე. ოჯახზე მიხვდება ისიც, ვისაც ყვები, თუმცა სახელს არ დავასახლებ, ერთ-ერთი სპორტის წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახთანაც კარგად ვარ და ის ოჯახი კარგად აკეთებს ძალიან ბევრ რაღაცას. ერთ-ერთი ვარჯიში იყო, თამაშობდნენ რომელიღაც კონკრეტულ სპორტს და მამამ ბებიასთან ერთად თქვა, რომ ამისგან არაფერი არ გამოვა. ანუ თამაშის დროს თქვა თუ ვარჯიშის? უბრალოდ თქვა. ჩუმად უთხრა ბებიას, რომ ამისგან არაფერი არ გამოვა. იმ ბავშვმა გაიგო ეს. მამის აზრი ძალიან კარგად ვიცი, რომ პირიქით სჯერა, რომ ყველაფერი შეუძლია და შეუძლია, რომ გახდეს პირველი ნომერი. თუმცა იქ ემოციები ვერ გააკონტროლა. გაბრაზებული იყო რაღაცაზე, არ ვიცი რაზე და უსფათ წამოწდა ეს ყველაფერი. კი, აღმოხდა. და მე ერთ-ერთი თვის შეფასებას ვაკეთებდი და მოდი ერთი კონკრეტული ემოცია მითხარი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა. და ეგ ემოცია იყო, რომ სევდა ამ პატარა გოგოს სევდა იყო და თან ჩანახატი გავაკეთეთ რა და ჩანახატი სახლში მაქვს ეხლაც. იმერღს გამეჟი ვაჩვენებ ხოლმე. ხო და მე შემდეგ შეხვედრაზე ეგ რაღაცნაირად мотиваციად გადავაქციეთ. რომ განა ის მე ამათ დავუმტკიცო, რომ ჩემგან რაღაც შეიძლება გამოვიდეს. არა, უბრალოდ ფოკუსი მქონდეს სწორი. რომ ჩოგბურთი ვითამაშო, მაინც წამოწდა სპორტის სახეობა. ჩოგბურთი ვითამაშო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და მინდა რომ უბრალოდ ყოველდღიურობისგან სიამონება მივიღო და მე პირველი ნომერი გავხდები თუ არ გავხდები, არ ვიცი. მაგრამ მე ვცდი რომ გავხდე. და ამიტომაც ოჯახს შეუძლია დაანგრიოს სპორტსმენი და შეუძლია ააშენოს. მაგრამ ჩემ შემთხვევაში თუ ჩემთან დადის, კი მე დავეხმარებ, მაგრამ წარმოიდგინე რამდენია ისეთი, რომელიც ჩემთან არ დადის. და ვერ ივლის ფინანსური შესაძლებლობების. თუნდაც ხო. და არიან 17-18 წლის სპორტსმენები არიან, ვარჯიშზე დაყვებიან მშობლები, სახლში მოყავთ და არ არის ეგ, იმიტომ რომ იქ სხვა სოციალური ურთიერთობები ჭირდება. შეიძლება ვარჯიშიდან გამოვიდნენ და ის ბიჭები სადღაც წავიდნენ. კი უნდა აკონტროლო, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც მავნე რაღაცეებისკენაც იყოს მიდრეკილი, თუმცა ეს უნდა იყოს ზომიერი. მაგიტომ რომ აღზრდის პროცესში პასუხისმგებლობის აღება უნდა ასწავლო და ჩემ ოჯახს პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ფსიქოლოგი არ ყოფილა, არც ერთი რაღაცა კონკრეტული პროფესია დედაჩემ მუშაობს ერთი ბაღში, თორე არავის არ ქონია კონკრეტული პროფესია. თუმცა მასწავლეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც. რომ პასუხისმგებლობა უნდა ავიღო იმაზე, რასაც ვაკეთებ. და დამიჯერე პატარაობიდანვე ყოველთვის მაგას ვთქვი, რომ პასუხისმგებლობა ამიღო, სწავლა იქნებოდა, ფეხბურთი იქნებოდა, რაც არ უნდა ყოფილიყო რა, ადამიანთან პასუხისმგებლობა. ძალიან მაგარი არის. ერთი პატარა კითხვა მაქვს. ურთიერთობაზე რო გადავიდეთ, ათლეტის ცხოვრებაში, როდესაც უკვე აღწევს რაღაცა კონკრეტულ ასაკს, იქ შემოდის უკვე ურთიერთობები იქ საპირისპირო სქესთან რაღაცა. ალბათ ძალიან რთულია იყოს სპორტსმენის მეორე ნახევარი. თუნდაც შეყვარებული, თუნდაც მეუღლე, არ აქვს მნიშვნელობა.
ქონია თუ არა ესეთი შემთხვევა რომ ასწავლი როგორ დააბალანსოს ეს უცბად დატაკებული ესეთი ზღვა ემოცია, რასაც სიყვარული ქვია. საუბრობთ კი. კი, და როგორ მოყვებიან, როგორ აისახება ეს. მესმის. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ალბათ მეორე ნახევარზეც აისახება აი ამის ესეთი დატვირთულობა და თუნდაც გაღიზიანებადობა შეჯიბრების შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ამ ათლეტის ცხოვრებაშიც აისახება ვარჯიშზე, პერფორმანსზე და ასე შემდეგ. ყველა ვარიანტში აისახება. მოდიან ხოლმე და ესეთ უცნაურ შეკითხვას მისვამენ ხოლმე, რომ შეიძლება რომ მეორე ნახევარი მყავდეს და ხვდები ხოლმე სიცილით რა მაგდო. მე რატომ ეკითხები? შეიძლება კი, რა თქმა უნდა. თუ გინდა უნდა ყავდეს. უბრალოდ ეს იქიდან გამომდინარე მეკითხებიან, რომ მათთვის ავტორიტეტი ვარ და ადამიანი რომელთანაც შეუძლიათ ნებისმიერ მაგრამ ეხლა მე ხედავ მაგ შეკითხვაში უშველებელ წნეხს, რომ ბავშვობიდანვე წარმოიდგინე აღიქვავენ თავს, რომ რაღაცისთვის გამოყოფილი ფუნქცია აქვს და მეტი სხვა ადამიანური ფუნქცია არა. აი რა ის ფსიქოლოგობა შენ შეგძლებია. ბავშვობის რაღაც დაინახე. კი ეგრეა. განვიცადე ხა რომ მაგ შეკითხვის უკან ამ ოჯახისგან შეიძლება იყოს, შეიძლება საზოგადოებისგან იყოს, რომ შენ თუ შეყვარებული ყავს ორ რაღაცას ერთად ვერ გააკეთებ, რა შეყვარებული წავდეს და ესეც სამსახურია. ხო, გამომივიდეს ცოტა რთულიანი, მაგრამ შეგიძლია რა თქმა უნდა მაგის ბალანსი. თუმცა აუცილებელია რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინო. პირველი არის ის, რომ მე თუ კონფლიქტი მაქვს ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანთან, შეუძლებელია რომ მე კარგად ვითამაშო. ოღონდ კონფლიქტს არ გულისხმობ ელემენტარულ კონფლიქტს, სიღრმისეულ კონფლიქტს გულისხმობ. რაღაცაზე ვერ თანხმდებით. ვერ ითამაშებ რა, გამორიცხულია. მეც პირადში ან სადღაც თუ რაღაცა მაქვს, შეხვედრებზე აისახება და ვცდილობ ხოლმე რომ ან პაუზა ავიღო იმ მონაკვეთში, ან რაღაც გავაკეთო ამ რელაქსისთვის, ან უბრალოდ ამ ემოციებთან, ამ ფიქრებთან გავჩერდე, რომ მოусვინო საკუთარ თავს. ემოციური ინტელექტზე მუშაობ მანდ, რომ უბრალოდ საკუთარ ემოციებს და ფიქრებს მოусვინო, ჯერ პირველ რიგში რასეუბნებიან, იმიტომ რომ მე თუ დავაიგნორე, მე ეს ემოციები რა თქმა უნდა ხელს შემიშლის და მეორე ის, რომ შენ ეს კონფლიქტი უნდა მოაგვარო. მე ვერ მოგიგვარებ მაგ კონფლიქტს, მაგრამ შენ ამ კონფლიქტს ყურადღება უნდა მიაქციო. გეტყვი ახლა ერთ მაგალითს კიდე, ერთი კვირის წინ მქონდა ის, რომ ვლაპარაკობთ რაღაცებზე, რომ პერფორმანსზე მიშლის ხელს მამა ჩემი, მიშლის რაღაც ტრამვა, მიშლის რაღაც მეუბნება და გრძნობ რომ რაღაცას არ მეუბნება ეს. და მინდა რომ კიდე კითხებს უსვა, რომ უეჭველი ვიცი რომ მე დარწმუნებული ხარ რომ მამა და არა არის კიდე. და მე ახსნა რომ პირადი ურთიერთობა აქვს. არ უნდა თან ლაპარაკი. მე თან მეუბნები რომ თუ არ გინდა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაზეც არ უნდა რა ლაპარაკი რა, უბრალოდ ყველაფერზე ხარ დაგლაპარაკება მართლა. და ბოლოს როგორც იქნა, ხანიქიდან მოვარე, ხანაქიდან მოვარე, დაიწყო ამ პირად ურთიერთობაზე ლაპარაკი. დაიწყო რომ თურმე დაშორება უნდა და ამ ადამიანთან. რატო არ აკეთებ თქო? ანუ რატო არ ელაპარაკები? რატო გაშორდები, რატო არ ელაპარაკები? იმის გამო, რომ მეშინია არ ეწყინოს ნეტა მართლა სწორად ვიქცევი, რომ შორდები და მე რაზე დავაფიქრე, იცი, რომ უნდა დაელაპარაკოს. დალაპარაკება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დავშორდები. მაგრამ მე თუ ეს მაწუხებს, ეს რა თქმა უნდა იმისთვისაც ცუდი არის, შენთვისაც ცუდი არის, ჭიდაობისთვისაც ცუდი არის, ფეხბურთისთვისაც ცუდი არის, კალათბურთისთვისაც ცუდი არის, ყველაფერთვის ცუდი არის. ანუ პერფორმანსზე ყველა ვარიანტში კონფლიქტი აისახება ცალსახად. მაგრამ პერფორმანსს რო თავი დაანებო, შენთვის არის კაი, რომ ეგ მოაგვარო. და მაგაზე ვაფიქრებ რა, უბრალოდ რომ შენ წახვი და დაელაპარაკო. უბრალოდ უთხრა ის, რასაც გრძნობ. დაუფარავად. ხო, მან მეორე ნახევრის ისიც მოდის რაღაცნაირად ვნერვიულობ იმ მეორე ნახევრს, იმიტომ რომ აქ манипуლირების ამბავიც შემოდის. შეიძლება ხა ამ ათლეტმა თუ იცის, რომ იცი რა არის, მე ჩემთვის ეს კონფლიქტები ყველა ვარიანტში აისახება პერფორმანსზე. მე შეიძლება დავიწყო იქ манипуლირება, რომ იცი რა არის, ეხა შენ თავი არ მოგიხსენ, ხვალ სათამაშო მაქვს და ეხა არ ვიჩხუბოთ, ეხა რაღაც და ეგ უფრო ადამიანური ღირებულებებია და კონკრეტულ ურთიერთობაზე არის დამოკიდებული, რაზე შეთანხმდებიან. მანდ მე არანაირი თუმცა მე მგონი მაინც რთული არის ათლეტის მეორე ნახევარი. რთული არის, მაგრამ ხანდახან ყოველთვის ამბობ, რომ სპორტზე გაცილებით დიდი რაღაცები არსებობს რა. ოჯახი შეიძლება კი არა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი არის, ჩემთვის პირადად. რა თქმა უნდა. შესაბამისად, თუ ჩემს ოჯახს სჭირდები, ან რაღაც არის, ჩემს საქმეს ყველა ვარიანტში გადავდებ მაგისტვის და ამიტომაც მე თუ მინდა რომ ვიღაცასთან ურთიერთობა მქონდეს და ეს ჩემთვის მართლა ნამდვილია, უნდა გავაკეთო უბრალოდ რა, იმიტომ რომ მარტო ისევ გეუბნები, მარტო იმ როლში თუ ვიყავი, რომ მე როგორც ფეხბურთელი,
იმ ფეხბურთის არ გამოგივა არაფერი. საინტერესო. იცი რა მაინტერესებს, აი ხა რომ გისმენ და რაღაცა ეს ამდენი ვისაუბრეთ, ერთი რომ უშველებელი სიყვარული გაქვს თვითონ სპორტის მიმართ და მე მგონი არ აქვს, ნუ ფეხბურთი გამორჩეულად, მაგრამ სპორტის მიმართ, მეორე რომ ძალიან დიდი სურვილი გაქვს რომ დაეხმარო აი ეს მართლა ყველა ათლეტებს და მაინტერესებს საიდან მოდის ეს სიყვარული და საიდან აი რაღაცა ბიოგრაფიასაც რომ მივადგეთ რა, საიდან გადაწყვიტე რომ ათლეტი იყავი, ანუ ფეხბურთელი იყავი და ფეხბურთელობდი. ეხლა მოდი გადავალ ჩვეულებრივი ადამიანის როლში. ეხლა ხო ფსიქოლოგი ვიყავი, გადავალ იქით. რომ აუცილებელია ეგეც საერთო რო გქონდეთ რაღაც, იმიტომ რომ ზოგიერთ სპორტსმენისთვის ეგ მნიშვნელოვანია, რომ შენც ეს სპორტული რაღაც გავლილი გაქვს თუ არა. კი. თავიდან ფეხბურთელი ვიყავი 12 წლის ასაკში, 12 წელი. და სწორედ მაგ მენტალური პრობლემების გამო მოხდა ის რაც მოხდა, რომ შუა თამაშის დროს კაცი ვერ მოვატყუე და უბრალოდ გამოვედი სტადიონიდან პირდაპირ და იმის მერე აღარ ყოფილვარ იქ. და ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. აი ეს დემონსტრაციულად გამოდატოვე სტადიონი. პირდაპირ, ოღონდ რა თქმა უნდა ეს იმის გამო არ იყო, რომ იქ კაცი ვერ მოვატყუე. ბევრი რაღაც იყო დაგროვებული. მე ნუ სპორტი მომენატრა, გადავედი რაგბზე, ოღონდ რატო არ ვიცი, მაგრამ ჩემი ძმის გავლენა იყო, იმიტომ რომ ჩემი ძმა ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობს ახლა და შავლომშიც და გავლენა იყო, დავიწყე 5 წელი ვიყავი მაგ სპორტში და მე იყო რამდენიმე გარდამტეხი ეტაპი ჩემ ცხოვრებაში. პირველი რომ ფსიქოლოგიაზე მოვხვდი სრულიად შემთხვევით, არ ვიცი როგორ, მაგრამ 1 საათით ადრე შევცვალე აი უნივერსიტეტებს რო არჩევ, ხო ვიცი, პირველი რომელი გინდა, მეორე რომელი გინდა, ფაკულტეტი რომელი გინდა და 1 საათით ადრე უცბად დამარტყა, რამ დამარტყა, არ ვიცი რა არის ეს და დამარტყა რომ მოდი იქ წადი. მერე იყო ერთი ლექცია, რომელსაც მოусვინე და იყო ერთი ადამიანი, რომელმაც ამაზე დამაფიქრა, რომ სპორტის ფსიქოლოგიას ხო არც დიდი და მადლობა. ეს უნივერსიტეტში. კი, უნივერსიტეტში. უბრალოდ რაღაც ლექცია იყო. და ვინც ჩაატარა მერე მაგ ადამიანს დავუკავშირდი. ოღონდ როგორ დავუკავშირდი, იცი, მესენჯერზე მივწერე, ინსტაგრამზე მივწერე, ტელეფონზე მივწერე, მეილზე მივწერე, არ პასუხობს. როგორც ავდექდე დავურეკე. აიღო და მერე დაიწყო ჩემი ისტორია ფაჩულიას აკადემიიდან, იქ ვიყავი. ძალიან ბევრი შრომა იყო, რამდენიმე წელი ალბათ იყო ის, რომ საერთოდ არაფერს არ ვიღებდი, ვარჯიშებს ვესწრებოდი, ლექციებს ვატარებდი, ტრენინგებს ვატარებდი. ანუ ფსიქოლოგია, სპორტული ფსიქოლოგიის მიმართულებით. კი, უკვე დავიწყე რა, იქ პარალელურად კურსებს გავდიოდი, თუმცა რამდენიმე კურსი უცხოეთში გავლილი მაქვს ახლა. ეგრე არ არის მარტო რომ ფსიქოლოგია მაქვს დამთავრებული. ხო, იმიტომ რომ ფსიქოლოგია როგორც აკადემიური, ესე ფსიქოლოგია რაღაც უფრო კლინიკურ ფსიქოლოგიას არ გასწავლია. კი, ორნაირია, კლინიკური ფსიქოლოგია და კონსულტირებაც შეგიძლია, რა თქმა უნდა და კოუჩინგიც ერთ-ერთი ფსიქოლოგიის განხრა არის. ნუ სპორტის ფსიქოლოგია საქართველოში არ არსებობს და ჩემი მიზანიც ეგ არის, რომ ჩამოვაყალიბო რაღაც სისტემა, სტრუქტურა, რომელიც მაგას მოიმსახურება. და მაქედან მოყოლებული მე იყო, ხან ქუთაისში ვიყავი, ხან ბათუმში ვიყავი, ხან სად ვიყავი და ამ გამოცდილების მიღებასთან ერთად და სწავლასთან ერთად გავხდი ის, ვინც ვარ ეხლა და რეალურად ამაზე ვოცნებობდი ეხლა სადაც ვარ. მაგრამ ეხლა რო ვფიქრდები, ალბათ 5% მე გაკეთებული იმ ჩემი ოცნებებისა და მიზნებისა, რაც დასახული მაქვს. და არ მეშინია მაგის, იმიტომ რომ როგორც გეუბნები, პროცესზე ვარ ორიენტირებული და იმით ვიღებ სიამოვნებას, როგორ ვხდები უკეთესი ყოველდღე. და მაინც გონია რომ ჯერ ახალი დაწყებული არის ეს ფერო ისე, ხო და თან მე. ხო და ყველა ვარიანტში ვიცი რომ წარმატება გარდაუვალი იქნება. და ყველა იმ მიზანს რაც დასახული მაქვს, სადღეგრძელოსავით გამომივიდა. გაუმარჯოს. ამინ. და აი ბოლო რჩევა დაუტოვოთ ახალგაზრდა ათლეტებს. აი ესე თუნდაც 10-12-13 წლის ათლეტებს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგ ასაკში? ბევრი ათლეტი ფიქრობს რომ მათ შეუძლიათ. ბევრი ფიქრობს რომ მე შემიძლია. უბრალოდ ხანდახან ეს მე შემიძლია იკარგება. იკარგება შედეგის გამო, იკარგება მშობლის გამო, იკარგება მწვრთნელის გამო. ან არ ვიცი, სხვა რაიმე მიზეზის გამო. პირველი არის ის, რომ მაგ ხმას მოусმინე და მაგ ხმას პატივი ეცი. იმიტომ რომ რეალურად ეგ ხმა არის, რაც ძალიან დიდ ძალას გაძლევს. და აი როგორ ძალას გაძლევს, იცი რომ შეგიძლია რომ ერთი მთა უბრალოდ აიღო და გადადგა მეორე მხარეს. და ეს შეგიძლია შენ მთავარ ძალად აქციო და მთავარ დრაივად. ასევე იმას ვეტყვი, რომ ისევ პროცესზე იყავი ორიენტირებული. შედეგი დაივიწყე, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა რომ ეს შედეგი გქონდეს, თუმცა მთავარი мотиваცია ისევ პროცესი იყოს. პასუხისმგებლობა აიღე იმას, რასაც აკონტროლებ, სიამოვნება მიიღე იმით, რასაც აკეთებ
და ცნობის მოყარეობა არ დაკარგო. ცნობის მოყარეობა არის ის, რომ მე ყველა ადამიანს, ვინც ჩემს გარშემო არის, ვიყენებ იმისთვის, რომ უკეთესი გავხდე. ეს გამოყენება ცუდ აჯღერს, მაგრამ ყველა ჩვენგანმა ერთმანეთი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესები გავხდეთ. მე დღეს შენგან რაღაც ვისწავლე, შენ ჩემგან ისწავლე და ნებისმიერი ადამიანისგან შეგვიძლია რაღაც ვისწავლოთ ყოველდღიურად თუ დავაკვირდებით. აუცილებლად. კი, ძალიან მაგარი. ძალიან დიდი მადლობა. აი ამ საუბრისთვის ძალიან საინტერესო იყო და იმედი მაქვს, რომ ისეთივე ინსპირაციული იქნება, როგორი მე ინსპირირებულიც მე ვარ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაგვიკომენტარეთ რა არის მოსმენას ისურვებდით და დაეხმარეთ არხს სიცოცხლეში. აბა თქვენიც კარგად.